ეს ხელნაწერი არის ერთადერთი, რომელიც იუდითის წყაროებში, რომელიც ხედრულად არის გადაწერილი. შემდეგ არის H888, ასევე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. იუდითის წიგნი აქ არის ერთ-ერთსა და ტობის შორის მოთავსებული, უბრალოდ ტობის შემდეგ ეზაზო ბაბელის წიგნამდე და ეს არის ამ ხელნაწერში იუდითის წიგნს სათაური არ აქვს. ყველა სხვა წიგნს სათაური აქვს, ამ ხელნაწერის სათაური არ აქვს, თუმცა ტობის წიგნის დასასრულს ადგილი დატოვებულია და აშკარაა, რომ ეს ადგილი სათაურისთვის იყო დატოვებული, რომელიც განსაკუთრებულად ალბათ სინგურით ან შემკობით უნდა ისახათ. შემდეგ ეს არის A51 ხელნაწერი, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი ხელნაწერია, ეს არის მცხეთური ხელნაწერი, ან საბას ბიბლია, ან მცხეთური ბიბლია, მე-17 საუკუნეებით დათარიღებული რედაქცია იუდითის წიგნისა, დასათაურებული როგორც წიგნი იუდითისა და ისე როგორც საბას ბიბლიაში შემოვალი სხვა ტექსტებიც, აქაც იუდითის წიგნიც არის დაყოფილი თავებად, დაყოფილია მუხლებად და აშებზე მითითებული აქვს სხვადასხვა აშებზე მითითებული აქვს პარალელური ადგილები ბიბლიის სხვა წიგნებიდან. და ბოლო ეს არის ფრაგმენტი, რომელიც მარტინადარანში ინახება, მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტში, რომელიც სათავფურცლად იყო თავის დროზე და ფრაგმენტი შეიცავს ტექსტს მხოლოდ მე-7 თავის 27 მუხლიდან მე-2 თავის მე-16 მუხლამდე. თითოეული ეს ხელნაწერი იუდითის წიგნის ძველი ქართული თარგმანის შემცველია და ერთი თარგმანის შემცველია, თუმცა რა თქმა უნდა მათში დაცული ტექსტები იდენტური არ არის. ჭერკიდა 1971 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში იუდითის წიგნის ქართული რედაქციები გულნაზ კიკნაძე ძველი ქართული თარგმანის შემცველ ყველა წყაროს ერთ რედაქციაში აერთიანებს. თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მცხეთურ ხელნაწერში დაცული ტექსტი ცალკე რეცენზია, ცალკე რედაქციაც არის, იგი ძველი თარგმანის შემცველია, რომელიც ლათინური ვულგატას მიხედვით არის ნასწორი. მართალია, დანარჩენ წყაროებში დაცული ტექსტებიც არ არის იდენტური, მაგრამ მათ შორის არსებული განსხვავებები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანი ცალკე რეცენზიად დავახასიათოთ, მათ შეიძლება შიდა ქართული რევიზიები ვუწოდოთ. ჩვენ დღევანდელი მოხსენებისთვის შესაძლებელ მასალად, რა თქმა უნდა, ამ ორივე რედაქციის საერთო ფენა ავიღეთ. ქართული მასალა შეუდარეთ ბერძნულსა და ლათინურ წყაროებს გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული კრიტიკული გამოცემის საშუალებით. შედარების შედეგად გამოიკვეთა ბერძნული და ლათინური ტექსტის რამდენიმე ტიპი, რომელთანაც ქართული თარგმანი გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს. ესენია ბერძნული ეგრეთ წოდებული ჰექსაპული და ლუკიანური რეცენზიები და ჰექსაპული და ლუკიანური რეცენზიები ბრჭყალებში გვაქვს ჩასმული, იმიტომ რომ ტერმინი რეცენზია განსაკუთრებით დევტეროკანონიკული და განსაკუთრებით იუდითის წიგნის შემთხვევაში პრობლემურია ამ დროს, რადგან უნებრივი ებრაული ტექსტი არ გვაქვს და ქალბატონ ანას 2020 წელს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ცვლად აქვს მოთხრობილი ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება იუდითის წიგნის შემთხვევაშიც ამ ჰექსაპულ და ეგრეთ წოდებულ ჰექსაპულ და ლუკიანურ რეცენზიები ვერ ვუწოდოთ. ასევე შევადარებთ კოდექს სინაიტიკურში დაცულ ტექსტს და მის მარგინალიებს, ძველ ლათინურ თარგმანს და შევადარებთ ახალ ლათინურ თარგმანს, ლათინურ ვულგატას, რომელიც იერონიმეს მიერ არის შესრულებული. აქედანვე აღნიშნავთ, რომ ქართული თარგმანი არც ერთ აქ ჩამოთვლილ წყაროსთან არ იზიარებს არათუ ყველა, არამედ უმეტესი კითხვისაც კი და საბოლოო ჯამში ქმნის ტექსტს, რომლის ანალოგიც დღესდღეობით არსებულ წყაროებში არ იძებნება. შემდეგი სლაიდში. წინანდაბარი სლაიდზე დავიწყოთ ქართულ ტრადიციაში დაცული ტექსტი და ეგრეთ წოდებული ელ ტექსტის, ანუ ეგრეთ წოდებული ლუკიანური რეცენზიის მიმართების ლუკიანურ ხელნაწერებს ახასიათებთ ყველაზე თვალსაჩინო ალბათ თავის მე-9 მუხლის ბოლოს არსებული დიდი მატება. ასევე საინტერესოა მე-9 თავის მე-14 მუხლის ეს მატებაც, რომელსაც მართალია ქართული ტექსტი ნაწილობრივ იზიარებს და სიტყვასიტყვით ლუკიანურ მატებას, ლუკიანური კითხვის არ მისდევს. შემდეგ სლაიდზე ჩამოთვლილია მაგალითები, სადაც ქართული თარგმანი იუდითის წიგნისა უკვე აღარ მიჰყვება ლუკიანურ რეცენზიაში დაცულ იკითხვისას, ლუკიანურ რეცენზიისთვის კუთვნილ იკითხვისებს. ასეთივე სურათია შეიძლება. ასეთივე სურათია ეგრეთ წოდებული ჰექსაპულური რეცენზიის შემთხვევაშიც და საკუთარ მაგალითების გარჩევაში აღარ შევალთ და ასეთივე სურათია
ასევე გადავიდეთ ლათინური ტექსტის ლათინური თარგმანის შემთხვევაში ვეტუს თუ შეიძლება გავიდეთ წილვა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე ვეტუს ლათინას ვეტუსთან ეს დამახასიათებელი იკითხვისები აქ მოცემული რომელთაც ქართული ტექსტი შემთხვევაში იზიარებს განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი მხრივ იწვევს სწორედ ის იკითხვისები რომელიც საერთოა ვეტუს ლათინური თარგმანის და ქართული თარგმანისთვის რადგან ეს რა თქმა უნდა არნიშნავს იმას რომ ქართული თარგმანი შესრულებულია ლათინურიდან ამას ქართული თარგმანის ენა მოწმობს და ეს არაერთხელ არის ქალბატონიანას მიერაც დადასტურებული და ამაზე სტატიაც გამოქვეყნებული აქვს მას ეს უბრალოდ იმას მიუთითებს რომ ლათინური თარგმანის ფორლაგესა და ქართული თარგმანის ფორლაგეს აქვს რაღაც გარკვეული საერთო ტექსტი ბერძნული ტექსტი რომელიც დღეს ჩვენამდე ვერ მოაღწია შემდეგ შეიძლება ჩვენზე მოგთამაშილეთ ცალკეულ ბერძნულ და ლათინურ ტრადიციებში შემონახული ვარიანტული კითხვისები და ვნახოთ რომ ქართული ტექსტი ხან იმეორებს მათ ხან კი არა ახლა კი ვნახოთ ის შემთხვევები და ამ სლაიდზე ჩამოთვლილია იმ შემთხვევების მცირე ნაწილი როდესაც ყველა ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი ტრადიცია ერთად დგას ან თალსაკი ხოლო ქართული მათგან განსხვავებით სეპტუაგინტას ფენას მიჰყვება აი აქ ჩამოთვლილ მაგალითებში თქვენ ხედავთ რომ ქართული ამ ბერძნული ტრადიციების ამ ბერძნული ტრადიციებისათვის დამახასიათებელ არც ერთ იკითხვის არ იზიარებს და იგი სეპტუაგინტას გვერდით დგას. კიდევ უფრო საინტერესოა ის შემთხვევები, როდესაც ქართული ტექსტი ყველა არსებულ წყაროსგან, მათ შორის სეპტუაგინტასგანაც განსხვავებულ ფენას ინახავს. გულისხმობთ რა თქმა უნდა ისეთი კითხვისებს, რომელთა არსებობაც ქართულ ტრადიციაში შიდა ქართული რევიზირებით, გადამწერთა შეცდომითა თუ თარგმანის ტექნიკით ვერ აიხსნება და ისინი აუცილებლად დედნიდან უნდა მომდინარეობდნენ. უბრალოდ დღეს ეს დედანი დაკარგულია ან აღარ მოგვეპოვება. ასეთია ეს დიდი მატებები სწორედ აქ წარმოდგენილი ეს დიდი მატებები, მათი ახსნა თარგმანის ტექნიკით აბსოლუტურად შეუძლებელია. შეიძლება შემოსწავლოთ. ცალკე უნდა აღვნიშნოთ შემდეგი შემთხვევა მეორე თავის 23-ე მუხლისა, როგორც ხედავთ, ლათინური და ბერძნული ტექსტის შემცველ ზოგხილ ნაწერში მხოლოდ ვარიანტული კითხვისის ერთი ნაწილი, ესე იგი ქვეყანის ამის, ანუ ტერა და 58 ხილ ნაწერში არსებული გეს მატება არის დამატებული ლემის წინ, ან ლემის შემდეგ. სხვაგან 593 ხილ ნაწერში მთელი ლემა არის დამატებული ლემის მთელი კითხვისა დამატებული ლემის შემდეგ. ანუ 593 ხილ ნაწერში გვექნებოდა ტეს ხელეონ გეს ხალდანი. ქართული ტექსტი ორივე კითხვის იმატებს, ოღონდ ყველა ამ ტრადიციისგან განსხვავებულად. მისი ერთი ნაწილი ლემას უსწრებს, ნაწილი კი მას მოსდევს. შედეგად კი ვიღებთ შემდეგ წაკითხვას. ქვეყანას ამის ქელეონისა და ქალდეველთაისა. რაც ასეთი წაკითხვა არც ერთ ტრადიციაში არ შემონახულა. დასკვნის სახით რომ შევაჭამოთ. როგორც ნახეთ, იუდითის წიგნის ძველი ქართული თარგმანი ხან ასახავს სხვადასხვა ბერძნულ და ლათინურ ტრადიციაში არსებული ვითარებას, ხან კი არა. ხშირად კი ისეთი კითხვისებს ინახავს, რომლებიც არც ერთ დღემდე მოღწეულ წყაროში არ შემორჩენილა. ეს სიჭრელე, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ქართული მთარგმნელი რამდენიმე წყაროს იშველიებს და გარკვეულ კომპილაციურ თარგმანს ქმნის თვითნებურად. პირიქით, ქართულ ტრადიციაში არსებული ეს სურათი მხოლოდ იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ იუდითის წიგნის ძველი ქართული თარგმანი ბერძნული ტექსტის განვითარების ერთ-ერთ უძველეს სურათს ასახავს და ჯერ კიდევ რეცენზირებამდე ფენას ინახავს. მაშინ იუდითის წიგნის ძველი ქართული თარგმანის ფორლაგე ის ბერძნული ხელნაწერია, რომელიც დღეს დაკარგულია და რომელსაც ხალბატონიანი თავის სტატიებში ალტერნატიულ დღეისათვის უცნობ ალტერნატიულ წყაროს უწოდებს. ეს კი რა თქმა უნდა იმის მიმანიშნებელია, რაც სეპტუაგინტას კვლევართათვის ალბათ განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს, რომ იუდითის წიგნის ისტორია გაცილებით უფრო მრავალფეროვანია და მისი ტექსტი გაცილებით უფრო ბევრი ფენის შემცველია, ვიდრე ეს დღეს ჩანს.
ხანდა ყოველთი ისეთი არა ჯიბიტერი მიგალბა ერთი იქეთ ზანები არა მე არ დავფიქრებულა მიატოვა ზევადა იქნოს ტექსტი რომელი არის რა ტერმინი არის ეს სამოვლო თქვა არა ალბათ მაგრამ ალბათ რომელიმე ერთს ვერ ამოვარჩევდით იმიტომ რომ არც ერთი ვერ ამოვარჩევდით მაგრამ ხო მაგრამ მალდებული ხარ ერთ-ერთი ამოიჩინე ფილმო ასეთი არის ეს ყველა თუ ბერძნულად უნდა ვთარგმნოთ ამას ვკითხულობთ ისე კრიტიკულ ტექსტს დავეყნობოდით ალბათ და ლუკიანის ტექსტი იყო როგორ გავაჩვენე რომელი ისე ძველ ქართულ ტრადიციასთან შედარებით ალბათ იმიტომ რომ ძველი ფენის გამორჩევა შეიძლება ასე ამ კითხოსების შედარებით შიომშკუდიანს შემდეგი მოხსენებელი ხელოვნებად უკაცრავად აღმოსავლეთ ცოდნე ბატონი ლევან ქურდიანი მისი მოხსენების თემა გახლავთ თვითნებური რელიგიური რეფორმირება ძველ აღთქმასა და თანამედროვეობაში ბატონ ლევან ტექნიკური ცერხაროზე აკაცრავად გაიმართება ახლა ლეპტოპიდან თუ დაგჭირდება აუცილებლად თვალსაჩინოები მერე მაღალყოჩინსა მეუფეო მამებო გაბატონებო და ბატონებო მოგესალმებით მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ცნობილ ქრისტიან აპოლოგეტთან ოქსფორდის პროფესორ კლაივ სტეიფლს ლუისთან ხვდებით მოსაზრებას რომ წარმართული მითოლოგია არის ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის აღწერის ადამიანური მცდელობა შესაბამისად მითოლოგიური ხედვა ასახავს დაცემული დაზიანებული ადამიანის მიერ არასრულყოფილად აღქმულ სურათს ამიტომაც ნაკლებად სანდოა ხოლო ბიბლია არის ამავე ურთიერთობის ღვთაებრივი ღვთისმსულიერი აღწერა ამიტომ მისი სურათი სრულფასოვანია და სანდო უშუალოდ საღვთისმეტყველო ასპექტის გარდა ბიბლიური თხრობა იმდენად იმსახურებს ყურადღებას რამდენადაც თავისი იკონურობიდან გამომდინარე არ იზღუდება დროისა და სივრცის ვიწრო ჩარჩოებით განსხვავებით ნებისმიერი სხვა ისტორიულ, კულტურულ, სოციალური ნარატივისგან წმინდა წერილის ხედვა არა მარტო ნიმუშად და მაგალითად შეიძლება გამოდგეს შემდგომი დროის მოვლენებისთვის, არამედ ხშირად ის, ანუ ბიბლიაში აღწერილი ამბავი, შეიძლება ითქვას წინასახეა მომავალი მოვლენებისა. უფრო თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ბიბლიური ანუ საღვთო ისტორიის ალგორითმები ქმნის სამომავლო პროცესების მაღალი სიზუსტით პროგნოზირების ალბათობას.
აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. საქმე ისაა, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული კაცობრიობა აღიქვამდა ისტორიას არა როგორც შემთხვევითი ხდომილებების შემთხვევით გროვას, არამედ საღვთო მისტიური რეალობის პროექცირებას ადამიანთა სამყაროში. ბიბლიურმა ხედვამ წმინდა მოსე წინასწარმეტყველიდან მოყოლებული ამ აღქმას კონკრეტული წყობრის სახე მისცა და ისტორია საღვთო განგებისა და განგებულების აღსრულებად გაგვაცნო. გამანათლებლების პერიოდიდან ერთგვარი დაეჭობა გაჩნდა ასეთი დამოკიდებულების მიმართ, მაგრამ მალევე ისტორიის ფილოსოფიის კონკრეტულ სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებამ ცხადყო, რომ ადამიანისთვის ისტორიული პროცესის სრულფასოვანი, მათ შორის მეცნიერული აღქმა შეუძლებელია მასში გონივრული საზრისის, სისტემის, წესრიგის დანახვის გარეშე. დღეს ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც თეოლოგიური კონცეპტები ინტელექტუალური ცნობიერების მარგინალის სტატუსს იშორებს და კვლავ ძირითად სივრცეში ბრუნდება. და გასაგები ხდება, რომ ისტორიის ფილოსოფიის გარდა ისტორიის თეოლოგიის აღორძინებაც კვლავ აქტუალური პრობლემაა. დღევანდელი მოხსენება ამ კონტექსტშიც შეიძლება იქნას გახსნილი. ძველ აღთქმაში აღწერილი მრავალი ისტორიიდან, რომლებიც ასახავს ერებისა თუ სახელმწიფოების ურთიერთობებს ერთმანეთთან და შემოქმედთან, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქრისტესშობამდე მე-10 საუკუნის ამბავი ისრაელისა და იუდეის სამეფოების ერთმანეთისგან განცალკევებისა და რელიგიური სეპარაციის შესახებ, რომელიც აღწერილია მეფეთა მესამე წიგნის მე-12-მე-14 თავებში. ახლა ციტირებას არ შეუდგები, მithumetes რომ განხილული გვაქვს ზოგიერთი პუნქტი. მას ასე, სოლომონ ბრძენის გარდაცვალების შემდეგ მისი 12 ტომიანი სამეფო ორად გაიყო. ამის მიზეზი იყო როგორც თავად სოლომონის, ასევე მისი ძის რობოამის ცოდვები და უგუნური ქმედებები. დავითი დების ტახტს გამოიყო 10 ტომი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ებრაელთა ჩრდილოეთის, ანუ ისრაელის სამეფო. იუდეის, ანუ სამხრეთის სამეფოში დარჩა დედაქალაქი იერუსალიმი და იაჰვეს ტაძარი, ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა აბრაამის ღმერთის თაყვანისცემა. აი ეს პირველი სურათი, კიდე შემდეგი თუ შეიძლება, აი ესე გაიყო და ასეთი სურათი გვაქვს ჩვენ. ისრაელის ახალ მეფეს იერობოამს, რომელსაც ღვთისგან ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა გამეფება, აუცილებლად უნდა გადაეწყვიტა ორი პრობლემა, რომელთა მოგვარების გარეშეც იგი ვერ შეძლებდა მეზობელი სახელმწიფოების სრულუფლებიან პარტნიორობას და საკუთარი მოსახლეობის სრულფასოვან მართვას. პირველი იყო დედაქალაქის არჩევის საკითხი. ისტორიული გამოცდილება მოწმობდა, რომ ქანაანში ებრაელების მოსვლიდან და აღქმული მიწის უდიდესი ნაწილის დაპყრობიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგაც კი, თუნდაც ეგვიპტე და მოგეხსენებათ იერობოამი ეგვიპტიდან ბრუნდება, თუნდაც ეგვიპტე მათ არ აღიქვამდა მარტოდენ ხალხად, შემდეგი თუ შეიძლება, და არა პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორად, ანუ ქვეყნად, სახელმწიფოდ. ეს გახლავთ ფარაონ მერნეფთაჰის სტელა, რამზეს მეორის ძის სტელა, პირველი ტექსტად ჩვენ ხვდება ისრაელი, აი ქვევით რომ წითელი ჩარჩოთი არის შემოსაზღვრული, ხა გავადიდებთ, შემდეგი თუ შეიძლება. აქ პირველად ხვდება სიტყვა ისრაელი ბიბლიის გარეთ სოფლიო კულტურაში. შემდეგი თუ შეიძლება. აი აქ ნაჩვენები არის იქ ჩამოთვლილი ბოლოს რიქონებში რამდენიმე ტოპონიმი დააკვირდით ჩარჩოებს. აი წითელი ჩარჩოთი შემოსაზღვრულია ძველეგვიპტური დეტერმინატივები, ანუ ჯგუფები განსაზღვრელი კლასიფიკაციისა, აღნიშნავს უცხო ქვეყანას. ყველა მათგანს, რომელიც ქანაანში ცხოვრობს, უწერია სწორედ ეს დეტერმინატივი, მხოლოდ ისრაელს უწერია ხალხი, არა სახელმწიფო. თუმცა 200 წელიწადში აქ არიან, დაიპყრეს უდიდესი ნაწილი, მაგრამ მათ არ აქვს დედაქალაქი, არ ყავთ მეფე, ესენი ეგვიპტელების თვალში არ არიან სახელმწიფო. და იერობოამი ხვდება, რომ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. სურათი არსებითად შეიცვალა, არა, უკან დავბრუნდეთ, ეს არ ვიჩქაროთ. სურათი არსებითად შეიცვალა, მას შემდეგ რაც დავითმა დაიპყრო იერუსალიმი, გამოაცხადა ის თავის დედაქალაქად და ამით შეცვალა ისრაელის სტატუსი საერთაშორისო არენაზე. თავისი ამ პრობლემის მოგვარება იერობოამას სცადა და გარკვეული დროით შექემი, იგივე სიკიმი, გახდა ჩრდილოეთ სამეფოს დედაქალაქი. შემდეგში კი სამარია დაიკავებს ამ ადგილს. მეორე დილემა ბევრად უფრო რთული იყო და შედეგებიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ იერობოამი ხვდებოდა, თუ მისი ქვეშევრდომები კვლავინდებურად სამხრეთის სამეფოში ივლიდნენ, ღვთისთვის თაყვანისცემის და მსოფლმშეწირვის აღსასრულებლად, მაშინ მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა მყიფე იქნებოდა და რეალური იქნებოდა მისი ახლომომავალში დაკარგვის საშიშროებაც. სწორედ ამ დროს იერობოამ პირველი დგამს მიწიერი თვალსაზრისით გენიალურ, მაგრამ სულიერი საზომით კატასტროფულ ნაბიჯს. მეფემ თავისი სამეფოს სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებში, ქალაქებში ბეთილსა და დანში დადგა ოქროს ხარების გამოსახულებები და ერთს მოუწოდა, რომ იერუსალიმის ნაცვლად ამ სალოცავებში ეცათ დაყვანი ღვთისათვის.
ეს ქმედება თითქოს და პრიმიტიული წარმართობისკენ მოbrunდება იყო და მაშინ რაღა არის მასში გენიალური. საქმე კი ისაა, რომ იერობოამს სჭირდებოდა ისეთი რელიგიური რეფორმა, რომელიც მორწმუნე ხალხში არ გააჩენდა აშკარა პროტესტს. კერპის დადგმა კი უცხადესი დასტური იქნებოდა იმისა, რომ ისრაელის სამეფო დაშორდა ჭეშმარიტი ღმერთი ღვთის კულტს. მას როგორ ახსნათ, რომ რეალური ოქროს გამოსახულებები ხალხს თავიდან არ აღუქვამს კერპებად. პასუხს კვლავ წმინდა წერილი გვაძლევს და ეს პასუხია ქერუბიმების საიდუმლო. ქერუბიმები არიან ანგელოზებრივი ბუნების მქონე არსებები, რომლებიც ანგელოზებთან ერთად ხვდებიან მთელ ბიბლიაში შესაქმედან ებრაელთა წიგნის ჩათვლით. აპოკალიფში 4 ცხოველი წალსაკია, ხო? სხვა არც სერაფიმი და არც ერთი სხვა ანგელოზის გარდა ესე არ ხდება. მოსეს ხუთწიგნეულში მათი დეტალური აღწერა არ ხდება, არსებული მონაცემების მიხედვით კი მოსეს დროს კიდობანსა და კარავში გამოსახული ქერუბიმები სხვაობენ სოლომონის ტაძრისა და საკურთხევლის ქერუბიმებისგან. მათი ზედმიწევნითი აღწერა ხდება ეზეკიელის წიგნში. თავაწმინდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი ერთ-ერთი უკანასკნელი მღვდელი იყო, რომელსაც ნანახი ჰქონდა სოლომონის ტაძარი და მისი მორთულობა განადგურებამდე. სწორედ ეზეკიელის წიგნში ხვდებით ქერუბიმების აღწერის საინტერესო დეტალებს. და მსგავსება პირთა მათაი, პირი კაცისაი და პირი ლომისაი და პირი ზვარაკისაი და პირი არწივისაი. ანუ 4 სახე გვაქვს, თუ შეიძლება შემდეგი: ადამიანი, ლომი, ხარი და არწივი. იგივე ცხოველი ბჭყალებში ბუნებრივია, აღწერისას წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის სხვაგან ბრძანებს და 4 პირნი აქვთ თითოეულსა ცხოველთაგანსა. პირი 1 პირი ქეროვიმისაი და პირი მეორე პირი კაცისაი და მესამე პირი ლომისაი და მეოთხე პირი არწივისაი. შემდეგ თუ შეიძლება. ანუ 4 სახე ქერუბიმისა, ადამიანისა, ლომისა და არწივისა. როგორც ხედავთ, პირველი აღწერის შემდეგ მხოლოდ 1 სახე შეიცვალა და იქ სადაც ჰქონდა ხარი, ზვარაკი. ახლა გვაქვს ქერუბიმი. შემდეგი თუ შეიძლება და გასაგები ხდება, რომ უცნაური სიტუაცია გვაქვს. არსება რომ ნამდვილად ერთი და იგივეა, ხვდებით საიდან იგივე ეზეკიელ წინასწარმეტყველი ბრძანებს, როცა ქერუბიმის სახიანი აღწერა, ესე ცხოველი არის, რომელი ვიხილე ქვეშე კერძო ღვთისა ისრაელისაისა, მდინარესა ზედა ქობარისასა და ცალვითარმედ ქერუბიმი არის. სწორედ მდინარე ქებარის პირას მიღებული გამოცხადებისას იხილა ეზეკიელმა ქერუბიმი ხარის სახით. ის რომ ხარი ნამდვილად ფიგურირებს ტეტრამორფის, ანუ 4 ხატედის აღწერაში, ამაში არავინ დაეჭვდება, რადგან ამას ადასტურებს ქრისტიანული იკონოგრაფიაც. თქო, შემდეგი ეს ერთი გამოსახულება, მეორე თუ შეიძლება, გასაგები, არა, კარგი, გადაახტა. დავტოვოთ ესე. აქედან ჩანს, რომ ებრაელთა შორის არსებობდა ერთგვარი ტრადიცია არაორთოდოქსული, ანუ არაოფიციალური სამღვდელოების მიერ, მაგრამ ხალხში არსებული ეთნიკურ-კულტურული ტრადიცია, რომელიც ხარს და ქერუბიმს ურთიერთჩანაცვლებად არსებებად მიიჩნევდა, როგორც ღვთის დასაჯდომას განსასვენებელს. სწორედ ამ ტრადიციით ცდილობს მანიპულირებას მეფე იერობოამი. ის გამოსახავს ხარებს არა როგორც დამოუკიდებელ ღმერთებს, კერპებს, არამედ ვითომდა ღვთის ქერუბიმებად და ამ აქტში ის ავლენს საოცარ კრეატიულობას. საქმე ისაა, რომ სოლომონის ტაძარში ქერუბიმები იდგნენ საკურთხევლის ჩრდილო და სამხრეთ კედლებთან. მოიცავდნენ და ერთგვარად შემოფარგლავდნენ მთელ საკურთხეველს, წმინდათა წმინდას. შემდეგი აი ხა ქერუბიმები გარედან დავხატეთ, საკურთხეველში გვერდაეტა და ძალიან პატარა გამოვიდოდა, ხო? მაშასე ტაძარი დაფრობილია დასავლეთით, საკურთხეველი დასავლეთით აქვს, ჩრდილოეთში სამხრეთში დარან ქერუბიმები. ისინი მოიცავენ საკურთხეველს, წმინდათა წმინდას. იერობოამის ავი განზრახვით მისი სამეფო მთლიანად ცხადდებოდა, რა თქმა უნდა თვითნებურად, ღვთის წმინდათა წმინდად, რადგან მასშიც მის ჩრდილო და სამხრეთ კიდეებშიც დგებოდნენ ცრუ ქერუბიმები. ხოლო ვინაიდან ძველებრაული წარმოდგენით იაჰვე განისვენებდა ქერუბინთა ზედა, იერობოამის ფსევდოთეოლოგიის მიხედვით უფალი ღმერთი განისვენებდა მთელ მის სამეფოზე. სწორედ ამიტომ არ გაჩენილა აშკარა პროტესტი ისრაელის ჩრდილოეთის სამეფოს მოსახლეობაში, მათთვის არამც თუ მეფე აშორებდა ხალხს მოსეს რელიგიისგან, არამედ პირიქით უაღრეს სიწმინდეში შეყავდა თავისი ქვეშევრდომები. შემდეგ თუ შეიძლება. აქვე უნდა ითქვას, რომ ბიბლიაში მეფეთა მეოთხე წიგნი პირდაპირ ლაპარაკობს ამაზე, როდესაც იუი თუ
ეზეკია თუ იოსია ამსხრევენ და ანგრევენ და ამტროვენ ბაალის კერპებს არსად არ არის ლაპარაკი ამ ხარების დამტრევაზე და განადგურებაზე. აი ეზეკია რომელიც გველსაც კი დაამტრო სპილენძის გველს რომელიც მოსე მაღმართა ისიც კი ასე წერო შეეხო და დაამტრია ეს ხარები. სწორედ ამიტომ ხო მაბადით ეს თქვით. ხო უფალი იერობოამის მიერ ხარების დადგმას არ აიგივებს ბიბლიის მიხედვით კეფთაყვანის სამლობასთან, თუმცა რა თქმა უნდა უარყოფს ამ რეფორმას, როგორც ერის მასტუნებელს და სამომავლო დაღუპვის მიზეზს. პირდაპირ ყველგან ეს არის, რომ აი იერობოამის ცოდვასო არ გადაუხვიესო, კეფები დაამტვრიესო, მაგრამ იერობოამის ცოდვას არ და ანუ იერობოამის ეს ორი ხარი არ იყო აღქმული ასე. აი ეს გახავთ ქალაქ დანში გათხრების შედეგად ნაპოლეონის ადგილი, თქო შემდეგი სავარაუდო რეკონსტრუქცია როგორ იდგა ეს ხარი, ხა გავაჩეროთ აქ თუ შეიძლება. არა, შემდეგზე. ხო? ბეთილში არ დარჩა. ბეთილში დაამტრიეს, გაანადგურეს, მაგრამ აი დანში შემორჩა და არქეოლოგების მიერ ნაპოლეონის არის ეს ადგილი, სადაც იყო ამ ხარის გამოსახულება. მაშ ასე. ამავე დროს ასეთი რელიგიური რეფორმა კარგად ჯდებოდა მეზობელ, პირველ რიგში წინააზიურ სახელმწიფოებთან კულტურულ-პოლიტიკური ინტეგრაციის გეგმაში. რადგან საკრალულ ცხოველებზე ამხედრებული ან გაბრძანებული ღვთაებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო ახლო აღმოსავლური რელიგიური ცნობიერებისთვის, ძირითადად აზიურ ნაწილში, მაგრამ არც ეგვიპტისთვის იყო ეს მოვლენა უცხო. ხა რამდენიმე გამოსახულებას ნახავთ ზედიზე, თუ შეიძლება. აი ეს ადადი დგას ხარზე, შემდეგი აი ეს ღმერთები ამხედრებულები ქერუბიმთან მსგავს ფანტასტიკურ ცხოველებზე, შემდეგი ბორდო თვალსაჩინოება როს ბევრი მოსდი ხან ზის ხან დგას ხოლმე შემდეგი ეს ღმერთის საყდარი უშუალოდ ქერუბიმს ვთქვით ბაშიმდელი წინაზიური წარმოდგენის ქერუბიმის სახით შემდეგი ესეც ასეთი საყდრებია შემდეგი ეს უკვე ეგვიპტური ნიმუში შემდეგი აი ეგაც გამოსახულია ეგვიპტეში ბევრად უფრო ნაკლებია და ჩანს რომ აზიასთან კონტაქტის დროს ჩნდება ასეთი გამოსახულებები უფრო ახასიათებს წინააზიურ კულტურას ეს ანუ მას აწყობს ხალხის თვალში ქერუბიმები დადგა, მაგრამ სოფლიო მეზობლების ხალხში მან მათი მსგავსი ტრადიცია შემოიტანა. მათი ღმერთებისთვის მისაღები ფორმით ქადაგებს რელიგიას. იერობოამის მთელ რეფორმას წმინდა წერილი აღწერს სამი ძირითადი ნიშნით. და იზრახა მეფემან და მივიდა და ქნა ორნი დიაკეულნი ოქროსანი. ერთი იგი ბეთელს და ერთი იგი დადგა დანსა. პირველი, მეორე და დაადგინა ქურუმნი, რომელნი არა იყვნენ სახლისა მისგან ლევისა და ყო იერობოამ დღესასწაული თვესამას მერვესა დღესა მე-15-ესა მისვე თვისასა. ანუ, ახლა გამოყოთ რამდენიმე ნიშანი. პოლიტიკური სეპარატიზმით შეფერილი ნაციონალური ცნობიერების პრიმატი ჭეშმარიტებაზე მის ხალხს ასე ურჩევნია და ჭეშმარიტება ჩამოჩოჩებულია. ჭეშმარიტ რელიგიასთან მაქსიმალურად მიმსგავსებული თეოლოგია და კულტი ახალი სამღვდელოების, უცხო სამღვდელოების დადგენა, ახალი ლიტურგიულ კალენდარული პრაქტიკის შემოღება და წარმართულ ორგიასტულ პრაქტიკასთან სინკრეტული კულტსახურებისთვის საფუძვლის ჩაყრა. ეს უკანასკნელი ჯერ მხოლოდ ჩანასახის სახით იყო, მაგრამ აარონის დროინდელი ოქროს ხბოს პრეცედენტი გარანტი იყო სიუჟეტის მსგავსი განვითარებისა და ყოველი შემდგომი მეფის ქმედებებიც ადასტურებდა ამას. ხოლო აქაბის დროს ცალსახად გამოჩნდა სისაძაგლე, რომელიც მოყვებოდა ამ ნაბიჯს გადადგმულს წარმართობისკენ, ჭეშმარიტებისგან. ამას მოყვა საბოლოო განდგომა ღვთისაგან და ქვეყნის განადგურება როგორც სამწუხარო ლოგიკური შედეგი. ახლა კი დაუბრუნდეთ მოხსენების თავში თქმულს, რომ ბიბლიური თხრობის იკონურობა იძლევა სამომავლო მოვლენების მაღალი სიზუსტით პროგნოზირების მაქსიმალურ ალბათობას. განხილული შუქზე დიდი გულის ტკივილით უნდა შევეხოთ უკრაინაში მიმდინარე თანამედროვე რელიგიურ და გეოპოლიტიკურ კატასტროფას. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი მოხსენების მიზანი სრულებითაც არ არის პოლიტიკური შეფასების მიცემა და ბრალდება ან გამართლება ვინმესი, არამედ საღვთო ისტორიის ბიბლიურ-იკონური პრიზმით დანახვა მოვლენისა და მისი სამომავლო განვითარების ბიბლიურივე პერსპექტივის ფიქსაცია. მაშ ასე, შევასწავლოთ შევად ჩამოვყო ფაქტებს. 2019 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გამოსცა ეგრეთ წოდებული ტომოსი უკრაინის დამოუკიდებელ ავტოკეფალისა, რომელიც ფაქტობრივად აუქმებდა გასული 300 წლის მანძილზე არსებულ უკრაინის ეკლესიას UPC-ს და აყალიბებდა ახალ სტრუქტურას PCU-ს.
მთელი რიგი მიზეზების გამო არა მარტო უკრაინელ, არამედ სხვა ერების მორწმუნე საზოგადოების ნაწილს არ მიუჩნევია ეს ქმედება მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისგან განდგომად. თუმცა არაერთი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიის არგუმენტირებული პროტესტი, მათ შორის თუნდაც საქართველოსა და ალბანეთის ეკლესიებისა, დაფიქსირდა. მაგრამ ბევრმა მაინც ვერ შეძლო განესხვავებინა ხარები ქერუბინებისგან. ამ რელიგიური რეფორმის მიზეზი კი ბანალურად გავდა იერობოამისეულს. თუ მეზობელი მონათესავე სახელმწიფო დარჩება რელიგიურ ცენტრად, მაშინ ეროვნული დამოუკიდებლობა ვერ იქნება მყარიო. ანუ რელიგიური რეფორმის საბაბი იყო ნაციონალური და გეოპოლიტიკური და არა რელიგიური. თუმცა უკრაინას ისრაელთან განსხვავებით უკვე ჰქონდა 25 წლიანი დამოუკიდებლობის გამოცდილება. ამ ახალი სტრუქტურის შესაქმნელად მოხდა მართლმადიდებლური იერის მქონე რამდენიმე არალეგიტიმური და სქიზმატური რელიგიური დაჯგუფების წარმომადგენელთა გაერთიანება, მათი არაკანონიკური ხელდასხმის და მღვდელმოქმედების ერთპიროვნული და თვითნებური ლეგალიზება და ფაქტობრივად ახალი უცხო სამღვდელოების ჩამოყალიბება. გასული 6 წლის განმავლობაში კი თვალში საცემი აღმოჩნდა ეკუმენურ სინკრეტული რელიგიური პრაქტიკაც, რომლის დროსაც ახალ ჩამოყალიბებული პეცეუს სამღვდელოება თანამსახურებდა UGKC, უკრაინის გრეკო-კათოლიკური ეკლესია. ამის სასულიერო პირებთან ერთად, თუ შეიძლება შემდეგი, აი ეგ პანაშ სუხტიან არამართლმადიდებლობას, ეს შუაში დგას ამ პეცეუს მღვდელმთავარი, შემდეგი გამოსახულება აკურთხებენ წყალს, აი ჯურის გარდა აკურთხეს ამ ტრიზუბეცის გერბის ფორმის მქონე, შემდეგი თუ შეიძლება თუ გაუშვეს ვიდეო. Традиционно надо чтить Тернопільського стату біля пам'ятного хреста, встановленого на честь 1020-ї річниці. Тихо, შემდეგი. და წელს პეცეუს პირველ იერარქმა პანაშვილი გადაუხადა ახალგარდაცვალებულ რომის პაპს ფრანცისკეს. ჭეშმარიტი ღვთისმსახურების ასეთი ეკლექტურ, ეკუმენურ, სინკრეტული შემღვრევაც საეჭვოდ ემთხვევა ბიბლიურ თხრობას იერობოამის რეფორმების შესახებ. 23 წლის 1 სექტემბრიდან პეცეუ გადავიდა გასულ საუკუნეში ანგლიკანურ ეკლესიასთან ლიტურგიული დაახლოების სურვილით გაჟღენთილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის მელეტის მიერ ინიცირებულ ახალ იულიანურ საეკლესიო კალენდარზე და თუმცა ოფიციალურ საეკლესიო კალენდარში ჯერ არ გაჩენილა ახალი დღესასწაულები, როგორც იერობოამთან გვაქვს, მაგრამ უკრაინულ საიტებზე დადებულ საეკლესიო კალენდრებში შესაძლოა ხალხის შეგუების მიზნით გაჩნდა საინტერესო სახელები. ნახოთ. უბიწო ჩასახვა ყოველწმინდა ღვთისმშობლისა. შემდეგი თუ შეიძლება ეს ოფიციალურად პეცეუს კალენდარი გადმოტანილი საერო ხელისუფლების მიერ. უცნაურად ჩნდება უბიწო ჩასახვა, საიდან მართლმადიდებულ ტრადიციაში ეს დღემდე გაუგებარია. როგორც უკვე აღნიშნეთ, იერობოამის მიერ რელიგიის დეფორმირება აარონის დროინდელი გამოცდილების გათვალისწინებით უკვე ატარებდა თავის თავში ორგიასტული გაწარმართებული რიტუალების წინაპირობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ წელს უკრაინაში LGBTQ კინოფესტივალი გაიხსნა ჯვარცმის დღეს, წითელ პარასკევს, თუ შეიძლება შემდეგი აი ეს ფესტივალი, აი 18-ში გაიხსნა წერია. ხოლო რამდენიმე დღეში 14-ში ყოველთა წმინდათა ახსენების წინა დღეს იქნება პრაიდი ჩატარებული, შემდეგი ეგ მოცემულია კალენდარი მათი. ამ უკანასკნელი თარიღის ვითომ და დამთხევა შეუძლებელია დარჩეს შეუმჩნეველი. მით უფრო რომ ცნობილია ჰელოვინის დღესასწაულის მუტაცია, მე-8 საუკუნის მართლმადიდებლური ყოველთა წმინდათა დღესასწაულის მსვლელობიდან, ლიტანიობიდან დღევანდელ პოლარულად საპირისპირო აქციამდე. მთავარი კი ისაა, რომ ყოველივე ამ უზნეობის წინააღმდეგ უკრაინაში ხმა აიმაღლა მხოლოდ ტრადიციულმა კანონიკურმა ეკლესიამ UPC-მ. პეცეუ კი დუმილით შეიძლება ითქვას, მდუმარე თანხმობით შეხვდა ამ ორგიასტულ მოვლენას. შემდეგი თუ შეიძლება. აი ეს კიევის გერბია. იქ მთავარანგელოზე აი ეგ ჯერ გვჭირდება. ხო. აქვე ვიტყვით, რომ ეთნოფილეტიზმის ცოდვამდე მისული უკრაინიზაცია ეკლესიისა და ნაციონალური გზნობებისთვის რელიგიურ ჭეშმარიტებაზე აღმატებული პატივის მიღება სულ უფრო ცხადი ხდება უკრაინაში. აი ეს კანკელის თავზე გერბი, კიდევ ერთი აღსავლის კარი გერბის სახით, ენის უკრაინიზაცია და შემდეგ ახლა გამოვტოვებ, რომ ძალიან დიდი ვარ წაგართვათ და დავასრულებთ. როგორც ხედავთ, იერობოამისეული თვითნებური რელიგიური რეფორმირების, ანუ დეფორმირების ყველა არსებითი ასპექტი, არა უკან დავუბრუნოთ ცოტა ხანი, გამოვლინდა პეცეუს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. ეს კი ისტორიის თეოლოგიის კონტექსტში ბადებს ლოგიკურ მოლოდინს, რომ
ისრაელის ან ჩრდილოეთ სამეფოს ხვედრი შესაძლოა განმეორდეს. ერთადერთი გამოსავალი ჯულის შერყვნისგან გამიჯნა და სინანულია. ის რაც იერობოამის ერმა არ მოიმოქმედა, მაგრამ რისი რეალური შანსიც აქვს ჯერ კიდევ უკრაინელ ხალხს. დასასრულ ვიტყვით, ამ მოხსენებით სულაც არ გსურს ვინმეს შეექმნას აზრი, თითქოს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მეორე მხარე წმინდაა. არა, იმავე ბიბლიურ ისტორიას თუ მივყვებით, ვნახავთ, რომ ისრაელის სამეფოს დამანგრეველი იმპერია წარმართული იმპერია იყო მხოლოდ და მხოლოდ ღვთისიარაღი, სიწმინდის შერყვნისა და ურჯულობის აღმოსაფხრელად. და ბოლოს გადავიდეთ შემდეგზე, კიდევ ხარი ხართა რომ ზდააბა, ქერუბიმი ვერ გამოვა. ვიტოვებთ იმედს, რომ ლოცვით ბიბლიური გაკვეთილების გათავისებითა და ქრისტეს მიერ დაარსებული ერთადერთი ეკლესიის ხმის შესმენით ქრისტიანები დამანგრეველი შედეგებისგან დავიცავთ საკუთარ თავსაც და ჩვენ შვილებსაც. გმადლობთ ყურადღებისთვის. მონაწილეობის მიღება, ამისათვის მინდა მადლიერება გამოვხატო მისი მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის იოანეს მიმართ, ასევე ჩემი სადოქტორო თემის ხელმძღვანელის, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორის და სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის ქალბატონ მაგდა სუხიაშვილის მიმართ და გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის თბილისის სასულიერო სემინარი აკადემიის პროფესორის დეკანოს ბიზნა გუნიას მიმართ, რომელმაც წარმოადგინა და მომცა საშუალება, რომ იმეღო დღეს მონაწილეობა. თემის სათაურია საგალობელთა შესრულების ანტიფონური ფორმის შესახებ უფალო ღაღად ყავსას და აღდგომის დასდებელნი უფალო ღაღად ყავსას ზედა მაგალითზე. ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში არსებობს საგალობელთა შესრულების სხვადასხვა ფორმა, რესპონსორული, სოლისტისა და გუნდის მონაცვლეობა, ანტიფონური, ორი გუნდის მონაცვლეობით გალობა და ცალფა, საგალობლის შესრულება მხოლოდ სოლისტის ან მხოლოდ გუნდის მიერ. ამას პირველ ყოვლისა მოწმობს საღვთისმსახურო წიგნებში დამოწმებული რუბრიკები საგალობელთა შესრულების ფორმების შესახებ. ცნობილი მედიევისტი გარდნერი წერს, რომ კანონიკით განსაზღვრულია არა მხოლოდ ის, თუ რომელი საგალობლები უნდა შესრულდეს ღვთისმსახურებისას, არამედ ისიც, თუ რა ფორმით უნდა შესრულდეს ისინი. ამას ლიტურგიკული წიგნები და მათში დამოწმებული შენიშვნები განსაზღვრავს. შესაბამისად, თუ კი ლიტურგიკულ კრებულებში დასტურდება მითითება ორი გუნდის მიერ საგალობლის შესრულების შესახებ, ამ მითითების შესრულება გალობის კანონიკის დაცვას ნიშნავს. ცნობილია, რომ ანტიფონურმა გალობამ ჯერ კიდევ ადრე ქრისტიანულ ხანაში მოიპოვა ჰეგემონია რესპონსორულ გალობასთან შედარებით. შესრულების ამ ფორმას თავისი ისტორია აქვს. ანტიფონური გალობის პირველ ნიმუშად მიჩნეულია მოსესა და მარიამის მიერ მამაკაცთა და ქალთა გუნდებით ღვთის გალობით განდიდება მეწამული ზღვის სასწაულის შემდეგ. წმინდა იოანე დამასკელს მიკუთვნებულ აპოკრიფში ღვთისმშობლის მიძინება ხვდებით მნიშვნელოვან ინფორმაციას თვით მოციქულთა მიერ საგალობლების ანტიფონური შესრულების მიმოგდებით გალობის შესახებ. მოყავს ციტატა. მაშინ იწყეს ათორმეტთა მათ მოციქულთა და მოწაფეთა და მათთა ყოველთავე ლიტანიობად მუხტ მოდრეკით და ცრემლით კირიე ელეისონსა და ალილუიასა მიმოგდებით დავითის გალობასა, მიმოგდებით ანუ ანტიფონურად. კითხულობთ აპოკრიფში. ლიტერატურული და ისტორიული წყაროების თანახმად ანტიფონური გალობა ანტიოქიის ეკლესიაში წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილს შემოუღია მას შემდეგ, რაც წმინდას გამოცხადებით უხილავს ანგელოს და ორი დასის მიერ მონაცვლეობით შესრულებული გალობა. ამის შესახებ ნათქვამია ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ცხოვრებაი წმინდისა იოანე ოქროპირისაი. სახელდობ ცხოვრების როგორც კიმენურ, ისე მეტაფრასულ რედაქციაში. მათგან პირველი ეკუთვნის წმინდა გიორგი ალექსანდრიელს, ანუ კიმენური, ხოლო მეორე წმინდა სიმონ მეტაფრასს. მოყავს ამონარიდი წმინდა სიმონ მეტაფრასის თხზულებიდან. თუ ვინ იყო მიზეს და დასაბამ საგალობელთა მოპოვნებისა და მიმოგდებით თქუმისა. თქუმულ არს ვითარმედ ეგნატი ღმერთშემოსილი და მოწამე. რამე თუ მან მისცა პირველად ანტიოქიელთა წესი ესე მიმოგდებით გალობისაი.
ვინაიდან ეხილვა მას საღმრთოი ჩვენებაი ორ მწყობრად განწყობილი დასი ანგელოსთაი და ეგრეთ მიმოგდებით შემწირველი გალობასა წმიდისა სამებისასა მიუხედავად იმისა რომ შუა საუკუნეების ქართულ ლიტურგიკულ თუ ლიტურგიკულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებში მაგალითად როგორებიცაა იერუსალიმური განჩინება, უძველესი იადგარი, სხვადასხვა წარმომავლობის ტიპიკონები და სხვა შენიშვნების სახითაა წარმოდგენილი ინფორმაცია ამა თუ იმ საგალობლის შესრულების ფორმის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ დასადგენია საქმე ის გახლავთ რომ ცოდნის გადაცემის ზეპირი ფორმის, ზოგადად გალობის ზეპირი ტრადიციის პირობებში, საგალობელთა შესრულების ფორმებთან დაკავშირებული ლიტურგიკული შენიშვნები ხელნაწერებში ან სრულად არ მოიპოვება, ან ზოგადი ხასიათისაა, არ შეიცავს სრულ ინფორმაციას სამგალობლო პრაქტიკასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების შესახებ. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია თუ როგორ ნაწილდებოდა ამა თუ იმ საგალობლის ტექსტი გალობელთა გუნდებს შორის. იგივე შეიძლება ითქვას სანოტო კრებულების შესახებ. მსგავსი ბუნდოვანებით მოცული საკითხების ნათელყოფა მოითხოვს სხვადასხვა ეპოქის ბეჭდურ თუ ხელნაწერ კრებულებში არსებული მონაცემების შეჯერებას. წინამდებარე კვლევის ფარგლებში საგალობელთა შესრულების ანტიფონური ფორმის თავისებურებათა დასადგენად შევარჩიეთ უძველესი სამწუხროს საგალობლები უფალო ღაღად ყავს შენდამი და დასდებლები უფალო ღაღად ყავსა ზედა. მათი ნოტირებული ნიმუშები მოიპოვება მე-19 საუკუნეების მიჯნის შემდეგ ხელნაწერ და ბეჭდურ კრებულებში. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული წმინდა ექვთიმე აღსარებლის კერესელიძის ხელნაწერი Q672. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში დაცული დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერი ნომერი 2124. ორივე ხელნაწერში გელათის სამგალობლო სკოლის ნიმუშებია დაფიქსირებული. ასევე წმინდა სტეფანე, იგივე ვასილ კარბელაშვილის მიერ შედგენილი სამწუხრო საგალობის ბეჭდური კრებული, გამოცემული 1898 წელს. იგი მასში აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ხელოვნების ნიმუშები გვხვდება. პირველ ყოვლისა განვიხილეთ გელათის სკოლის უფალო ღაღად ყავს შენდამის ნოტირებული ვერსიები. საგალობლების შედარებამ გამოავლინა ზოგიერთი საერთო კანონზომიერება სახელდო ბრვავე ხმის უფალო ღაღად ყავს შენდამი იგალობება ორი გუნდის მიერ, ერთი და იგივე სქემით, რომელიც ქვემოთ არის წარმოდგენილი. გთხოვთ გადაშალოთ. ეს არის ეს სქემა, სადაც ესე იგი ორი გუნდი გალობს მონაცვლეობით. 140 სამნურის პირველი მუხლის პირველ ნახევარს გალობს პირველი გუნდი უფალო ღაღად ყავს შენდამი ისმინე ჩემი და რეფერენს ისმინე ჩემი უფალო. შემდეგ შემდეგი გუნდი გალობს უფალო ღაღად ყავს შენდამი ისმინე ჩემი მოხედე ხმასა ლოცვისა ჩემისასა ღაღადებასა ჩემსა შენდამი. ანუ პირველ მუხლს მთლიანად. შემდეგ მეორე გუნდი, პირველი გუნდი ისევ გალობს რეფერენს ისმინე ჩემი უფალო. რეფრენი იგივე მისამღერი შეიძლება ასე ითქვას. შემდეგ ისევ მეორე გუნდი გალობს მეორე მუხლს მთლიანად, წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, აღპრობა ხელთა ჩემთან მსხვერპლ სამწუხროდ და ისევ პირველი გუნდი ასრულებს რეფრენით ისმინე ჩემი უფალო. სქემა გულისხმობს საგალობლის ორი მუხლის, როგორც თქვით, 140 სამნურის პირველ და მეორე მუხლს და რეფრენის ისმინე ჩემი უფალო მონაცვლეობას. მას საგალობლის დასაწყისში უძღვის პირველი არასრული მუხლის პირველი ნახევრის შესრულება რეფრენის ბმით. სქემა თვალსაჩინოებისთვის წარმოვადგენთ პირველი ხმის უფალო ღაღად ყავს შენდამი ნოტირებულ ნიმუშს. ხო, გადართოთ. აქ უკვე იგივე არის ნოტირებული, ასე ვთქვათ, ნიმუშის სახით. სადაც რეფრენი გამოყოფილია წითელი ფერით. სანატო მაგალითი მოყვანილია საგალობლის დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძისეული ვერსიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ რეფრენის ჰანგი განმეორებადი არ არის.
განმეორებადია მხოლოდ მისი სიტყვები, ისმინე ჩემი უფალო. თუმცა კილო იგივეა და ანუ ეს ერთიანობა, ძირითადი ერთიანობის პრინციპები ამ ყველა რეფრენის მუსიკალურ მხარეშიც რა თქმა უნდა დაცულია. და ეს აი ნათლად ჩანს აქ წარმოდგენილი ნიმუში. იმავე საგალობლის, თხოვთ გადაშალოთ, იმავე საგალობლის ქართლ კახური კილოს ნიმუშებში საგალობის შესრულების ფორმასთან დაკავშირებული მყარი უცვლელი სქემა არ არსებობს გელათურისაგან განსხვავებით. აქ სხვადასხვა ხმის საგალობელში განსხვავებული სქემაა გამოვლენილი. მაგალითად, მერვე ხმის ნიმუშის დასაწყისში თავდაპირველად ჟღერს 140 ფსალმუნის პირველი მუხლის პირველი ნახევარი რეფრენთან ბმის გარეშე, ხოლო შემდეგ პირველი მუხლის სრული სახით. ამდენად აქ რეფრენი უგულებელ ყოფილია მაშინ, როდესაც პირველი ხმის საგალობის დასაწყისში რეფრენი ისმინე ჩემი უფალო ჩართულია ფსალმუნის პირველი მუხლის პირველ ნახევარსა და ამავე მუხლის მეორე ნახევარს შორის. ეს ძალიან ბევრი საერთოა და ნათელია რომ ეს ერთი წარმომავლობის არის და ეს სქემა ადრე თუ გვიან უფრო ადრეულ პერიოდში ქართულ საგალობებშიც დასული იქნებოდა, მაგრამ შემდეგ ეს რაღაცნაირად შეიცვალა და ეს ნათლად არის წარმოქმნილი. და აქ ჩვენ ხვდებით ესე იგი მერვე ხმა უფალო ღაღატყავ ხმა მერვე პირველი მუხლის პირველი ნახევარი უფალო ღაღატყავ შენ და მისმინე ჩემი და ასე შემდეგ. იბადება კითხვა. გთხოვთ გადაშალოთ შემდეგისთვის. იბადება კითხვა, თუ რა სქემით სრულდებოდა საკლების საგალობლები ძველი ლიტურგიკული ხელნაწერების მიხედვით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შევისწავლეთ ჟამნის უძველესი და ახალი რედაქციები. იერუსალიმი 127 მე-12-13 საუკუნეების ჟამნი არის ეს ხელნაწერი 1768 წელს მოსკოვში გამოცემული ჟამნი დიმიტრი ციციანოვის ზედამდგომლობით. მათი კომპარატიული ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გელათის სკოლის საგალობელი უფალო ღაღატყავ შენდამის სადა და ჭრელი ნიმუშები 8 ხმისა ზედმიწევნით იმეორებს ჟამში დადასტურებული იმავე საგალობლების შესრულების ფორმების ამსახველ სქემებს. ეს ფაქტი მოწმობს, რომ გელათის სამგალობლო სკოლაში სრულად იყო დაცული გალობის ანტიფონური შესრულების უძველესი ფორმობრივი მახასიათებლები. რაც შეეხება დაზდებლებს უფალო ღაღატყავსა ზედა. ჟამნის ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერში იერუსალიმი 127 საგალობლის თითოეულ ფსალმუნურ მუხლს ერთვის ფსალმუნური რეფრენი. სახელდობ საგალობელში დასტურდება 4 განსხვავებული რეფრენი, იგივე ჩასართავი. ისმინე ჩემი უფალო, ქრისტე მაცხოვარ შეგვიწყალენ ჩვენ, ჯვარითა შენითა განგვანათლენ ჩვენ ქრისტე და მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა. ისინი ერთვის საკლების საგალობლის შემადგენლობაში არსებულ 4 ფსალმუნიდან 140, 151, 129 და 116 გამოკრებილ მუხლებს. ციკლური საგალობლის ამ თავისებურებაზე ყურადღება გაამახვილა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა. ხსენებული რეფრენების კვალი გამქრალია მე-19 და მე-20 საუკუნეების ხელნაწერ და ბეჭდურ სანოტო კრებულებში, მათ შორის ნოტირებულშიც, ისევე როგორც ჟამნის ახალ გამოცემებში. იბადება კითხვა, თუ რით არის გამოწვეული ფსალმუნური რეფრენის გაქრობა. საუკუნეების განმავლობაში სტიქარონის ჟანრის საგალობლების ფორმობრივი გამარტივებით შესაბამისად რეფრენების უგულებელყოფით, თუ საგალობლის მისი შესრულების ფორმების შესახებ ცოდნის ზეპირ გადაცემის გამო. ამ მიზეზით ხომ საგალობლის ტექსტი, პირველ ყოვლისა რეფრენები და მისი შესრულების ფორმასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი შესაძლოა სრულად არ ყოფილიყო დაფიქსირებული. ამ ორი პასუხიდან უპირატესობა შესაძლოა პირველისთვის მიგვენიჭებინა, რომ არ გამოვლენილიყო წმინდა ექვთიმე კერესელიძის სანოტო ხელნაწერებში Q673 საგალობელი დაზდებლები აქებდიცა ზედა, სადაც ფსალმუნურ მუხლებს პოეტური დაზდებლების გარდა ერთვის ფსალმუნური რეფრენი, განმეორებადი მუსიკალური ფრაზით შენ გუშვენის გალობა ღმერთო.
საგალობელი დასდებლები, აი აგერ არის, ესე იგი ეს რეფრენი წითლად არის შემოხაზული, იგივე ჩასართავი ჩვენი გალობა ღმერთო. საგალობელი დასდებლები აქებდისა ზედა, ისევე როგორც დასდებლები ღაღატყავსა ზედა მიეკუთვნება სტიქარონების ჟანრობრივ ჯგუფს. ამ უკანასკნელში დასდებლები აქებდისა ზედა ციკლური და რეფრენული ფორმის სინთეზი არქაულ თავისებურებად მიიჩნია მაგდა სუხიაშვილმა ნაშრომში ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორია. ფორმობრივი ტიპოლოგიისა და შესრულების ფორმის თვალსაზრისით ხსენებული საგალობელი მართლაც არქაულია. თუმცა დღემდე არ იყო ცნობილი თუ რამდენად ძველია იგი და საიდან იღებს სათავეს მისი ანტიფონური შესრულების ის თავისებურება, რომელიც წმინდა ექვთიმე აღსარებლის ხელნაწერშია დაფიქსირებული. თხოვთ გადაშალოთ. წარმოებული კვლევის შედეგად მე-12-მე-13 საუკუნეების ჟამში იერუსალიმი 127 გამოვლინდა საგალობლის დასდებელნი აქებდისა ზედა უძველესი ნიმუში, რომელშიც დადასტურდა თითქმის იგივე ფსალმუნური რეფრენი, აგერ წითლად არის ხაზი გასმული, შენ გუშვენის გალობა ღმერთო სიონს, რაც მის ანტიფონური შესრულების თავისებურებას ავლენს. იგულისხმება ორი ფსალმუნური და პოეტური რეფრენის გამოყენება. ხელნაწერში ფსალმუნური რეფრენი მხოლოდ საგალობლის თავში გვხვდება, მაგრამ ჩვენი ვარაუდით გადამწერმა ფსალმუნის თითოეული მუხლის შემდეგ მისი დართვა საჭიროდ არ მიიჩნია. ხელნაწერში მუხლები გამოყოფილია 3 წერტილით, რაც მათ შორის რეფრენის ჩართვაზე და საგალობლის ანტიფონური შესრულების ფორმაზე მიანიშნებს. თხოვთ გადახდეთ. ამდენად სტიქარონის ჟანრს მიკუთვნებული საგალობლის დასდებლები აქებდიცა ზედა ძველ წმინდა გიორგი მთაწმიდლისეულ და ახალ მე-19 საუკუნეების მიჯნის გელათურ სანოტო ვერსიაში, ისევე როგორც დასდებელნი უფალო ღაღატყავსა ზედას ხანდაზმულ ნიმუშში გამოვლინდა საერთო ფორმობრივი და საშემსრულებლო კანონზომიერება. თხოვთ გადაშალოთ. ამით შესაძლებელი გახდა მათი ავთენტიკური საშემსრულებლო თავისებურებების დადგენა. იგი ითვალისწინებს საგალობელთა ფსალმუნური მუხლების პოეტური დასდებლებისა და მათ შორის ჩართული ფსალმუნური რეფრენების ანტიფონურ შესრულებას. ვფიქრობთ, რომ ლიტურგიკული წყაროების საფუძველზე საკლების საგალობლების შესრულების ფორმების აღდგენა დღევანდელ საღვთისმსახურო პრაქტიკაში უაღრესად აქტუალურია და წინამდებარე კვლევის შედეგები ამის პერსპექტივებს სახავს. დიდი მადლობა. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ნინო სარავა, მომხსენებელი და თანამომხსენებელი მაია საჩკოვი. თემა ჭედური ხატის დასამზადებელი ყალიბის შესწავლისათვის. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე ვთქვათ, შეუმთავაზა ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. ყველას ვისურვებ წარმატებას და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. რაც შეეხება ჩემს მოხსენებას, უშუალოდ ჩემი სადისერტაციო თემის ნაწილი არ გახლავთ, თუმცა შეეხება, რა თქმა უნდა, ყავაც ჭედურობას და ძალიან საინტერესო მასალას, რომელიც არის დაცული ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში და ინახებოდა ალბათ საუკუნის მანძილზე. შევამჩნიე, რომ ეს იყო საკმაოდ ძვირფასი ნივთი, უნიკალური და ამიტომაც დავინტერესდი მისით და დავიწყე კვლევა. ყალიბის ტექნოლოგიური, ან შექმნის ტექნოლოგიურ პროცესებზე იმუშავა ქალბატონო მაია საჩკოვმა,
რომელიც გახლავთ ქიმიის აკადემიური დოქტორი, სამწუხაროდ დღეს საპატიო მიზეზების გამო ვერ გვესწრება, თუმცა საკმაოდ საინტერესო ვერსია შემოგთავაზა თუ როგორ შეიქმნა ეს ყალიბი. ლითონ ქანდაკლებულობას, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში აქვს უძველესი ისტორია. ლითონის ხატული დამუშავება ქართულ ოქრომჭედლებს პროფესიონალურ დონეზე ჰქონდათ შესწავლილი, რასაც თვალნათლივ ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული თუ საქართველოს მუზეუმებსა და ტაძრებში დაცული უნიკალური ნაკეთობები, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჭედურ ხატებს. მათი უმრავლესობა სვანეთმა შემოგვინახა, სადაც საგულებელია გამორჩეული საოქრომჭედლო სკოლისა და სახელოსნოების არსებობა. ჩვენამდე მოღწეული მასალა წარმოდგენას გვიქმნის ჭედური ხელოვნების ასევე გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესებზეც. ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ფერწერული ხატებისა და საეკლესიო ნივთების ფონდში დაცულია ბრინჯაოს ხატის ყალიბი, რომელზეც არის გამოსახული აღსაყდრებული ქრისტე პანტოკრატორის, ანუ ქართულად ყოვლის მპრობელის გამოსახულებით. მისი ზომებია 21-12-ზე, წონით გახლავთ 1900 გრამი, ანუ 1 კილო და 900 გრამი. ყალიბი სოფელ სეფიეთის სამეგრელო სოფელი გახლავთ, ტყეში უპოვნია ფარნათოფურიას. მუზეუმს კი ათმანეთად შეუძენია სოფლის ლეღკომის თავმჯდომარის ევგენი სიკოსძე ლაპარტყავასგან 1929 წელს. მატრიცის ქვედა მარცხენა კუთხე ჩამოტეხილია, ზედა ნაწილი არის ნახევარწრიული ფორმის. ქრისტეს სრული ფიგურა წარმოდგენილია მაღალსაზურგიან საყდარზე დაბრძანებული ჯვრული შარავანდით. მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხენა ხელით კი მუხზე კუთხით დაყრდნობილი დახურული სახარება უჭირავს. მაცხოვარი ზის მუთაქაზე, შიშველი ტერფები კვარცხლბეკზე აქვს დალაგებული. შარავანდის მარჯვნივ და მარცხნივ ბერძნული განმარტებითი წარწერებია. მატრიცაზე გამოსახული არც ერთი დეტალი არ რჩება დეკორატიული შემკულობის გარეშე. სკამი მთლიანად მორთულია კვადრატული და წრიული ფორმის ორნამენტებით, ასეთივე ორნამენტით იმყოფა შარავანში ჩაწერილი სხივები და ჯვრის მკლავები. კვარცხლბეკის შემკულობას შეადგენს 5 წრე, 3 მათგანში ჯვარია ჩახაზული, 2 კი ვარდულია. მაცხოვრის ზურგს უკან მოჩანს ფარდის ნაოჭებიც. ქრისტეს ფიგურა აღბეჭდილია სულიერებითა და გადმოცემულია მშვიდი სტატიური პოზით. ქრისტეს ფიგურა არის პროპორციული, სამოსი, რომელიც ავლენს სხეულის მოცულობით ფორმებს, დრაპირებულია მრავალი პარალელური სწორი და ნახევარწრიული ხაზებით, რითაც შექმნილია კვართისა და ჰიმატიონის ნაოჭები. გამოსახულების დახვეწილი დეკორატიული ნახატი და ფიგურის ანატომიურად სწორი პროპორციები სკულპტურული მოდელირება გვაფიქრებინებს, რომ ბრინჯაოს მატრიცა შექმნილია ქართული ოქრომჭედლობის კლასიკურ პერიოდში, მე-11 საუკუნეში. ყალიბზე გამოსახული ქრისტეს ფიგურა უახლოვდება ამ პერიოდის ძეგლებს, έτσι როგორიცაა ჩუკულის მთავარანგელოზთა ხატი მე-11 საუკუნის პირველი მე-13, წმინდა სვიმეონ მესვეტის ხატი ლაღამიდან, ასევე მე-11 საუკუნე, წმინდა ბარბარის ხატი იელიდან, ასევე მე-11 საუკუნის. აღსანიშნავია, რომ მე-11 საუკუნის მხოლოდ ერთი მცირე ზომის მატრიცაა ცნობილი დღესდღეობით საქართველოში. ეს არის წმინდა კვირიკეს ნახევარ ფიგურა, რომელიც არის სვეტიცხოვლის ტაძრიდან და დაცულია დღეს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ამირანაშვილის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში. ჩვენ მივაკლეთ რამოდენიმე ჭედურ ხატს, რომლებიც შექმნილი უნდა იყოს ქუთაისის მუზეუმში დაცული მატრიციდან ან ზუსტად ანალოგიური ყალიბიდან. ესენია ფხოტრერის მაცხოვრის ხატის ფრაგმენტებია გიორგი ჩუბინაშვილის წიგნიდან ოქრომჭედლობის ისტორია საქართველოში, ფხოტრერის და ჟიბიანის მაცხოვრის ჭედური ხატები, რომელსაც გიორგი ჩუბინაშვილი ასევე ათარიღებს მე-11 საუკუნით. ამ ორი ხატის ფოტოებისა და მატრიცის მუშა ზედაპირის შედარება, დეტალური ანალიზი ეჭვს აღარ ტოვებდა, რომ ვერცხლის ფირფიტაზე მათ ამოსატვიფრად გამოყენებული ყალიბი იმავე ოსტატის ნახელავია, რომელმაც ქუთაისის მუზეუმში დაცული მატრიცა ჩამოასხა.
გიორგი ჩუბინაშვილის მონოგრაფიაში ხვდებით ასევე სვანური ხატების ერთ ჯგუფს, რომელიც იკონოგრაფიითა და სტილით ახლოს დგას მატრიცაზე არსებულ გამოსახულებასთან. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ხატებიც იმავე სახელოსნოშია დამზადებული, ოღონდ შედარებით მოგვიანო პერიოდში, დაახლოებით მე-12-13 საუკუნეებში, როგორც მათ ათარიღებს აკადემიკოს. ესენია ჩიხარეშის, ნეზღუნის, ჩაჟაშის, ცხუმარის, მაცხოვრის ხატები. გარდა ამისა, სვანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში დაცულია ჭედური ხატის ან საწინამწყრო ჯვრის ფრაგმენტი, აი ბოლო მესამე, რომელიც მატრიცის ანალოგიური გამოსახულების ანალოგი, ზუსტი ანალოგი. სამივე ხატი ფაქტურად არის ზუსტი ანალოგი, აი მატრიცის. დასახელებულ ძეგლებთან მსგავსება აშკარად ხდის, რომ ბრინჯაოს ხატის ყალიბი სვანეთის საოქრომჭედლო სკოლის დღემდე შემორჩენილ უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. მატრიცა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ზურგის მხარეს ქვედა ნაწილს პირველზე დავბრუნდით. არა, პირველზე. ხო, აი ეგ არის დამღები. ქვედა ნაწილში ამოკაწრულია ორი დამღა. ერთი სიმბოლური, ეს არის მზის პერსონიფიკაცია, განპირობნება, ანუ მეორე სახელობითი და იკითხება წრეში ჩაწერილი ორი ნუსხური დაქარაგმებული ასო, გ-ო. ფიქრობთ, პირველი სახელოსნოს დამღაა, მეორე კი ოქრომჭედლის სახელი, რომელმაც შექმნა ეს მატრიცა უშუალოდ ჩამოასხა და შეიძლება წავიკითხოთ როგორც გაბო ან გაბრო, გაბრიელი ან წარმოდგენილ მატრიცაზე, ისევე როგორც გიორგი ჩუბინაშვილის მიერ მითითებულ ყალიბზე, მუშა ზედაპირის სკულპტურული გამოსახულება არის ამოზნექილი. მაშინ, როდესაც არსებობს მატრიცები, რომლებზეც გამოსახულების ძირითადი უბნები არის ჩაზნექილი. ძველი ქართული ტერმინოლოგიით, რომელიც ვახტანგ მე-6-ის ქიმიის სახელმძღვანელოში გვხვდება, დასახელებული ნიმუშებიდან პირველს ქვია მუდახილი, ხოლო მეორეს საჩეხი ან მოჭრილი ფორმა ეწოდება. ჩუბინაშვილის მიერ მოხსენიებულ მატრიცებთან შედარებით ქუთაისის მუზეუმში დაცული ყალიბი უდაოდ განსხვავებულია და გამოირჩევა მასზე დატანებული ნახატის სიმკვეთრით და გამომსახველობით, რის გამოც ვერცხლის ან ოქროს ფირფიტების წინაპირზე ან მატრიცის საშუალებით მიღებული გამოსახულება არის გაცილებით მკაფიო და დამატებით დაყვანას არ საჭიროებს. ჩვეულებრივ ასეთი წინაპირის უფრო მეტი დახვეწისთვის ოქრომჭედელი იყენებს სპეციალურ იარაღს, თეგს. თეგის საშუალებით ლოკალურად ახდენს შემდეგ ზედაპირის უფრო ესეთ დამუშავებას. როგორც ამოზნექილი, ისე ჩაზნექილი მადეფორმირებელი იარაღით, მატრიცით, ჭედური ნიმუშების დამზადების ტექნიკა ორი მიმართულებით არის განსახილველი. აქედან პირველი თვით მატრიცის დამზადებას, ხოლო მეორე ამ იარაღით შესაბამისი ნაკეთობის ამოტვიფრას ეხება. შუა საუკუნეებში ფურცლოვანი ლითონის მხატვრული ნაკეთობების დამზადების და ტირაჟირების მიზნით გავრცელდა ბრინჯაოს, თითბერისა ან რკინისაგან ჩამოსხმული ეგრეთ წოდებული მატრიცები, კლიშეები, იგივე ყალიბები. მუშა ზედაპირების რელიეფურ გრავიურიანი გაფორმებით. ჩამოსხმის ხერხებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებდა შედარებით რბილ ქვაში ამოჭრილ ყალიბში თხევადი მეტალის ჩასხმას, რომლის გაცივების შემდეგ ერთ ზედაპირზე მატრიცის მუშა ფორმა აისახებოდა, ხოლო მეორე მოპირდაპირე ზედაპირი ბრტყელი მიიღებოდა. ქართული სამსხმელი ხელოვნების გამოცდილებიდან გამომდინარე, სეფიეთში ნაპოვნი ყალიბი სავარაუდოდ მეორე წესით უნდა მიიღოთ, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს. ადვილდნობადი მასალისგან, ცვილისგან, წინასწარ ამზადებენ მოდელს, რომელიც სრულად უნდა იმეორებდეს ჩამოსასხმელი მატრიცის ფორმას და ზომებს. მოდელის ზედაპირზე დაიტანება ცეცხლგამძლე მასალის, თიხის, რამდენიმე ფენა. ფენის დატანა ხდება თიხის შემცველ ლაბისმაგვარ კონსისტენციაში, მოდელის რამოდენიმეჯერ ამოვლებით. ყოველი ამოვლების შემდეგ ახდენენ წმინდა სილის შეფრქვევას სიმტკიცის მისანიჭებლად. მიღებულ ყალიბს გამოაშრობენ, მისგან მოდელს ამოადნობენ და შემდეგ გამოწვავენ მაღალ ტემპერატურაზე. ასეთ ყალიბში ჩაასხამენ თხევად მეტალს შენადნობს მატრიცის მისაღებად. სხმული მატრიცა გაწმენდისა და დაყვანის აუცილებელი ოპერაციების შემდეგ აღწევს მაღალ სიზუსტეს და ზედაპირის სისუფთავეს. სწორედ ასეთი გახლავთ
ქუთაისის მუზეუმში დაცული მატრიცა, ძალიან მკაფიო გამოსახულებაა მასზე. ანალოგიური წესი ეთნოგრაფებმა ახალციხელი ოქრომჭედლების პრაქტიკაშიც დაადასტურეს. ქვის ყალიბზე ამოსატვიფრი მეტალის ფირფიტა იდება, რომელსაც ტყვის ნაჭერს აფარებენ, კვერის მრავალჯერადი ნელი დარტყმით ხორციელდება მეტალის ფირფიტის შესვლა ყალიბში და ამდენად ხდება ფირფიტაზე გამოსახულების მიღება. განხილულ მეთოდებში უდაოდ ყურადღებას იქცევს ფურცლოვანი ამოტვიფრის პროცესში განსაზღვრული დანიშნულების ტყვის ჩართვაც. ტყვი არის ერთ-ერთი ყველაზე პლასტიკური მეტალი და სწორედ ეს უნდა განაპირობებდეს მის ბალიშად გამოყენებას. ჩვენს მიერ განხილული ბრინჯაოს ყალიბი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოირჩევა მაღალმხატვრული პროფესიონალური დამუშავებით, მონახაზების გამომსახველობით, სიმკვეთრით, რაც სათანადოდ აისახა მისი საშუალებით ამოტვიფრულ ნაკეთობებს. ეს მეორე ერთი კიდე. აი ეს თვითონ მატრიცა და მისგან შექმნილი ხატი, ეს არის აბსოლუტურად ზუსტი. ანუ თვითონ ეს ხატების ფრაგმენტები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში მოღწეული და ამიტომ არ ჩანს ახლა ამ ფოტოზე ესეთი სიმკვეთრე ჩუბინაშვილის წიგნიდან გახლავთ ეს ფოტო. ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ-ერთი უნიკალური მატრიცა არის, რომელიც დღემდე არის საქართველოში შემორჩენილი და დაცულია ჩვენს მუზეუმში. მადლობთ ყურადღებისთვის. ვაბუთხეთ მეუღე. იცით რომ გადაიღალეთ, დარჩა ბოლო მოხსენება. მოხსენებელი ბატონი მირიან გუნია, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. მოხსენების თემა: მისტიციზმის ეპისტემოლოგია და ქრისტიანული ფილოსოფია. ბატონო მირიან. ირსო მამანო და აკადემიის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. როგორც წარდგენელის მიერ ითქვა, გეონდელი მოხსენების სათაური არის შემდეგი: მისტიციზმის ეპისტემოლოგია და ქრისტიანული ფილოსოფია. წინამდებარე მოხსენება წარმოადგენს ერთ-ერთ ნაკვეთ სრული სურათისა. ჩვენ წინა მოხსენების ფარგლებში შევეხეთ საკითხს, რომელიც შემდეგი სათაურის იყო: ასკეტიზმის გნოსეოლოგია და ქრისტიანული ფილოსოფია. და ორივე მოხსენების ფარგლებში ჩვენი მცდელობაა წარმოჩნდეს ქრისტიანული ფილოსოფიის რაობა, რაც დღეს სამწუხაროდ გარკვეულ მეცნიერთა წრეებში მიუღებელია გამომდინარე ქრისტიანული იდეებიდან. ალბათ უპრიანი იქნება, ვინც წინა მოხსენებას არ დასწრებია, მათთვისაც ორიოდე სიტყვით განემარტოს, როგორც ასკეტიზმისა და მისტიციზმის მნიშვნელობა, ასევე ტერმინებისა გნოსეოლოგია და ეპისტემოლოგია. ასკეტიზმი შედარებით მარტივი აღსაქმელია, როდესაც ადამიანი აღასრულებს ფიზიკურ ასკეზას, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სიხშირისა და სხვადასხვა სიმძლავრის მარხვაში. აი მისტიციზმი არის შედარებით რთული ამბავი, რადგანაც მისტიციზმზე საუბრისას ადამიანს სჭირდება თავისი სულიერი შინაგანი გამოცდილება. და ეს არ არის დილას აღამოს ლოცვების საკითხვა, ძილის წინ, საწოლის წინ პირჯვის გადაწერა. ამიტომ დღეს მე მომხსენებელმაც ჩემ თავს რომ არ მივაწერო გარკვეული სულიერი გამოცდილებები, ბუნებრივია უნდა დავეყრდნოთ წმინდა მამათა გამოცხადებით ფილოსოფიას, რომელსაც ფილოკალის სათაურით თუ იტყვით, იგი ადამიანს ზნეობრივად განსწავლის.
აი ჩვენ თუ გსურს გნოსეოლოგია გავიგოთ რას ნიშნავს და ასკეტიზმის გნოსეოლოგია, მაშინ უნდა დაისვას შესაბამისი შეკითხვა. ერთ-ერთ ღვთაებრივ თვისებათაგან, რომელთაც ადამიანია დაჯილდოებული, ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული არის გონისმიერება, მოაზროვნეობითობა. აი მთელი ქრისტიანული მონასტრული პრაქტიკა კი ქადაგებს თავდაბლობასა და მდაბალ ცნობიერებას, რომელსაც ერთი პატერიკის სიტყვებით თუ შევეხებით, მონაზონს, რომელსაც წინამძღვრის კურთხევა აქვს, სულ რომ ანგელოზი გამოეცხადოს და სხვა კურთხევა მიაწოდოს, არ აქვს უფლება, რომ მისი ზემდგომის წინამძღვრის კურთხევას ზურგი აქციოს. ამიტომ შეკითხვა ასე ჟღერს, რომ თუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი თვისებაა გონისმიერება, რატომ უწევს ადამიანს, რომ მისი საკუთარი აზრები არ მოიხმაროს, საკუთარი განსჯა ჩაახშოს და მხოლოდ მისი წინამძღვრისა და ზემდგომი მონაზონის კურთხევას დაემორჩილოს. ამაზე ეკლესიის დიდი მოღვაწე წმინდა ისააკ ასური ასეთ პასუხს სცემს, რომ როგორიც არის შემეცნების ორგანოები, ისეთივეა თავად შემეცნებას და ქრისტიანული ფილოსოფია დასაბამობს ფილოსოფიის იმ გაგებაზე და ანთროპოლოგიის იმ გაგებაზე, სადაც შემეცნების ორგანოები არის დაზიანებული, მათ შორის ადამიანური ნებელობა არის დაზიანებული და ვინაიდან როგორიც არის შემეცნების ორგანო, ანუ ერთ-ერთი ნებელობა, ისეთივე ამისვე გამოწვეული შედეგი ცხოვრებაში, შესაბამისად ამის მკურნალობა მიმდინარეობს ქრისტიანობაში და ქრისტესაც ერთ-ერთი მარხანის ტექსტის საკითხავით ეწოდება დიდი იგი მკურნალი ქრისტე. აი ეპისტემოლოგიის შესახებ და ჩვენ სიტყვა მისტიციზმთან თანხვედრაში მოყავს სიტყვა ეპისტემოლოგია. ასევე წმინდა ისააკ ასურს დავესესხებით, რომელიც შეკითხვაზე როგორ უნდა ვიხილოთ ადამიანის სულიერი ნაყოფები, ის გვცემს შემდეგ პასუხს, რომ სულიერი ნაყოფი იხილვება იმ ადამიანში, რომელშიც ღვთის გულმხურვალე ცოდნის შედეგად უხვად მოედინება ცრემლები. აი ზოგადად სიტყვა გნოსეოლოგიასა და ეპისტემოლოგიას ხმარობენ ხოლმე ერთი მეორის ნაცვლად. მათ აქვთ გარკვეული საერთო, მაგრამ მათ შორის არის დიდი განსხვავებაც. აი თუ გნოსეოლოგია შეისწავლის შემეცნების ისეთ მდგომარეობას, რომელიც აკვირდება სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთმმართველობას, ანუ რა კუთხით ან როგორ არის შემეცნება ან ცოდნის მიღება შესაძლებელი, იგი გამოჰყოფს ერთ ნაწილსაც, რომ ასეთი შეიძლება იყოს ადამიანის პირადი სულიერი გამოცდილებაც, რომელსაც მე თუ ვინმეს არ გავესაუბრე, ამისი ხილული თვალით შეუიარაღებელი თვალით აღქმა ძალიან რთულია. აი ამის საპირწონედ ეპისტემოლოგია გამოყოფს ისეთ შემეცნების პროცესს, სადაც ჩვენ უშუალოდ თვალით ხილულ, ანუ ზოგადად თუ ვიტყვით ემპირიულ რეალობას აღწერთ. ამიტომაც თუ ჩვენ გნოსეოლოგიაზე წინამოხსენების ფარგლებში ვსაუბრობდით შემეცნების ორგანოებზე, რაც შინაგანი მოცემულობა არის. აი ასკეტიზმზე, უпростоრად მისტიციზმზე საუბრისას ჩვენ გვჭირდება ეპისტემოლოგია, ვინაიდან ეს სულიერი გამოცდილება დავინახოთ მეცნიერულად, ანუ ემპირიულად და წმინდა ისააკ ასურის სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს იქნება თავდაბლობა, ეს იქნება ცრემთაღრა, ეს იქნება სინანული და უფრო მაღალ და მაღალ საფეხურებზე ეს იქნება ისეთი სულიწმინდის ნიჭები, რომლებიც არის სეთაკურნება ან ფიქრთა მხილველობა. აი ზოგადად ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმით, რომ მეცნიერულ სივრცეებში ნაკლები ყურადღება ექცევა ზოგადად ქრისტიანობას და მით უფრო ქრისტიანულ ფილოსოფიას. წინამდებარე თემა საკმაოდ შესაძლოა მძიმედ შეფასდეს, იმიტომ რომ არ არის იოლი მოსასმენი ინდივიდუალურად, რადგანაც როგორც ღმერთმა ყოველი ადამიანი იცის საკუთარ გულში და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებია, რომ ღმერთი საკუთარ თავს განუკუთვნებს ასეთ ეპითეტს, რომ იგი არის ღმერთი გულთამხილავი, ასევე თითოეულ ადამიანმაც იცის საკუთარი გული და ჩვენ ქრისტიანობის წიაღში ვიმყოფებით და ყველა მიცის ქრისტიანობა, მაგრამ ცოტა თუ შეიძლება ცხოვრობდეს შესაბამისად. აი მეცნიერულ მოღვაწეობას უნდა ახდენს აუცილებლად მაცხოვნებლობითი განაზრახი. აი წმინდა ისააკ ასური შენიშნავს, რომ შესაძლოა ის ხეები უკვე იზრდებიან, რომლითაც ჩვენს კუბოებს გამოჭედავენ. აი ვახტანგ მე-6 კანონმდებელი მეფე ამბობს ასეთ რაღაცას, როდესაც იგი ვეფხისტყაოსანს ურთავს კომენტირებას,
რომ აწმი ამისთვის დავშვერ, ეს ხომ ყოველთა მეცნიერთაგან საცნაურ არს, რომ ესე მეცნიერი კაცი არცა დაშვებოდა წარსაწმედელად. და აი ჰერმან მელვილის Moby Dick-ს თუ დავესესხებით, იქ შესავალ სიტყვაში არის აღწერილი ბიბლიოთეკარის საქმიანობა, რომელიც მტვერს აცლის წიგნებს და მელვილი ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ ეს პიროვნება ამ უშფოთველი საქმიანობისას ფიქრობდა ხოლმე სიკვდილზე. აი ჩვენ შევეცდებით მისტიციზმის ეპისტემოლოგიის გამოკვეთისას დავესესხოთ მის სულიერ ხილულ ნაყოფებს. როდესაც გრიგოლ მოსელი ცდილობს ჭეშმარიტი ფილოსოფიის რაობა გამოკვეთოს, იგი იხსენებს ცნობილ ბიბლიურ ძველაღთქმისეულ პასაჟს, როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ეგვიპტის ფარაონის ბერწმა ქალიშვილმა აღზარდა. და წმინდა გრიგოლ მოსელი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ წერილი იმ ეტაპამდე თვლის სათნოთ ცრუ დედასთან ყოფობას, სანამ მავანი საკუთარ გულში სულიერ ჩულობას ხედავს. შესაბამისად, აქ უკვე უპრიანია ჩვენ გავიხსენოთ ეფრემ ცირისეულის სიტყვები, როდესაც ის ფილოსოფიას ამგვარად აღწერს, რომ ფილოსოფოსობად ესე იგი არის ჭეშმარიტად სიბრძის მოყვარებად, მონაზონებასა სახელედების. მონაზონება, ანუ მარტომყოფობა, მარტო თანაცხოვრება იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანი ჩაუღრმავდეს საკუთარ გულსა და გონებას და სწორედ ეს განარჩევს ქრისტიანულ ფილოსოფიას სხვა ფილოსოფიათაგან და დღევანდელი გაგებით თუ ვიტყვით ფაკულტეტით ფილოსოფოსობისაგან. აი წმინდა მარკოზ მონაზონი, რომლის წიგნსაც გადამწერმა დაურთო ასეთი სიტყვები, რომ ადამიანმა უნდა გაყიდოს ყველაფერი და მარკოზის წიგნი იყიდოს, მარკოზ მონაზონი ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ქრისტე თავის შვილობას ადამიანებს საკუთარი ჯვრით გადასცემს. ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა, იმიტომ რომ ქრისტიანობა და ქრისტიანული ფილოსოფია არის ესეთი ფილოსოფია, რომელიც თუნდაც მეცნიერულ მოღვაწეობას უყურებს მაცხონებელი თვალსაზრისით. და თეოფილე ანტიოქიელი ამბობს ავტოლიკესადმი მიძღვნილ ეპისტოლეში, რომ 60-ში ღვთის სიტყვა დადიოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ სახარება გვაუწყობს, რომ ღვთის სიტყვა განკაცდა. აი სწორედ ამის გაგრძელებაა, როდესაც ეპიფანე კვიპრელი თხზულ სიტყვაობითად აღწერს ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლას და იქიდან მართალთა სულთა გამოხსნას და ამბობს ასეთ რაღაცას, თუ ჩვენ ძველაღთქმაში ვკითხულობთ, რომ მოისმათ ხმა უფლისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის, აი უკვე ეპიფანე კვიპრელი ადამიანს და მის ფიქრებს ამგვარად ამოტყოლებს და ამბობს, რომ ესმა მას ხმა მიმომავალი ფეხისა, როგორიც ოდესმე 60-ესა შინა მიმწუხრი და გაეხარდა მას და თანა მოსაკნეებს ეუბნება ასეთ რაღაცას, უფალი ჩემი თქვენთა თანა. ძალიან მნიშვნელოვანია ცოდვის გაგება ფილოსოფიაში და მეტადრე ქრისტიანულ ფილოსოფიაში, იმიტომ რომ ამაზეა დაფუძნებული ზოგადად ქრისტიანული ფილოსოფია და ამიტომაც იყო შესავალ სიტყვაში ნათქვამი, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია და ბევრ შესაძლო უმძიმდეს მსგავსი მოხსენების მოსმენა. აი მაგალითისთვის ჩვენ თუ გავიხსენებთ ბერად აღკვეცისა და აღსარების საიდუმლოს ლოცვას კურთხევანიდან, იქ წავიკითხავთ ასეთ სიტყვებს, რომ ქრისტე უხილავად აქამდე მდგომარე არის და თუ ჩვენ ამ ტექსტ ბოლომდე ჩავყვებით და ასევე მას დაუმატებთ წმინდა იოანე მარხველის კანონარს ან წმინდა ბასილ დიდის კანონარს, შეუძლებელია, რომ ადამიანს არ გაუჩნდეს მდგომარეობა იმისა, რომ დატოვოს ყოველივე და ჯურღმულში, როგორც იტყვიან წმინდა მამები, თაგობისა და მატლების ჭამას მიეცეს მხოლოდ და არა ჩემსავით რაღაც ესე კონფერენციაზე იყოს წარმოდგენილი. სიმძიმის აღქმა ცოდვის არის უმნიშვნელოვანესი. აი დავუშვათ, თუ მე განვიკითხე ვინმე და ისააკ ასურმაც განიკითხა ვინმე. აქ იმის გარჩევადობა კი არ არის, რომ ან მე არ მაქვს იმის განცდა, რომ განკითხვაში ჩავარდი, ან ისააკ ასურს არ აქვს ამის განცდა. აქ არის იმის განცდა, რომ ისააკ ასურს ესმის ამ ცოდვის სიმძიმე და ქრისტიანული ფილოსოფია არამატო ცოდვის გაგებას ეფუძნება, არამედ ცოდვის სიმძიმესას. აი წმინდა ნილოს სინელის სიტყვებს შეგახსენებთ, როდესაც მას სურს, რომ გამოკვეთოს ფილოსოფიის რაობა და ამბობს ასეთ რაღაცას. თუ კი სიმძიმილის დამთმენი იფილოსოფოსებ, მაშინ შენ ამის ხილულ ნაყოფებს საკუთარ ლოცვაში დაინახავ. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა უნდა განიცადოს
ქრისტესაგან მოვლენილი ტვირთი, რასაც ჩვენ ქართული შესიტყვებით განსასწელს ვეძახით. და პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშიც აღწერს თავის ფიზიკურ ტკივილს, როდესაც მას ეკლესებრი რაღაც გამონაზარდი ჰქონდა სახის არეში და ის ამბობს, რომ მე სამჯერ ვითხოვე ღვთის წინაშე, მაგრამ ღმერთმა არ განკურნა. რატომ არ განკურნა ღმერთმა? იმიტომ რომ განსასწრელი ყველასათვის მაცხონებლობითია და ამხელა მოღვაწეც კი სულიწმიდით გაბრძნობილი პავლე მოციქულიც კი უნდა ცხონდეს. აი, როდესაც მოციქულები ვერ განკურნავენ კელობელს და ქრისტეს შეეკითხებიან, მან როგორ მოახერხა ეს? ქრისტე პასუხობს, რომ არაით განვალს ნათესავი ესე ეშმაკეული, არამედ მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. ქრისტეს არ უთქვავს, რომ ეშმაკეულის გაგდება შეიძლება ხატვითა და წერით, ან სიმღერითა და ძერწვით. მაგრამ ჩვენ ვიცით უდიდესი წმინდა მამები, რომელთაც ამქვეყნიური ნიჭებიც ჰქონდათ, მაგალითად ბერი იოსები სიკასტი შესანიშნავად კვეთდა ხეზე, მაგრამ ის ხის კვეთით არ ცხონებულა, არც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ცხონებულა რაღაც სამართლიანი რითმებით. ეს იყო მათი შინაგანი მდგომარეობა, რასაც საოცრად აღწერს ქართველი მოღვაწე საბას ვინგელოზი, როდესაც იგი ამბობს, რომ ადამიანი ქრისტეს მეფობისა თანახად უნდა იქმნას. არ ამბობს, რომ ქრისტეს მეფობისა ქვეშემდგომ უნდა იქმნას. უნდა იქმნას თანახად მისი მეფობისა. და თუ ჩვენ მარკოს მონაზონის სიტყვებს დაუბრუნდებით, რომ ქრისტე ჩვენ ჯვარით განვსწავლის თავის შვილობაში, შესაბამისად შვილი უნდა ბაძავდეს მამას და ქრისტიანული ფილოსოფიას დასაბამობს იმაზე, რომ ადამიანმა საკუთარი ცოდვები უნდა აცვას ჯვარს, მაგრამ ვინაიდან არის გოლგოთა გასავლელი, ქრისტიანობა ასწავლის, რომ ქრისტიანობს უღელი ჩემი ტკბილვარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს. ამ უღელში ჩვენ როგორც ადრე მივანიშნეთ, დგება ორი მხარე, ერთი ქრისტესი, ერთი ადამიანისა. და აქ უნდა შევეხოთ იმ საკითხს, რომელსაც წინარე მოხსენების ესეც შევეხე, და რადგან ფართო აუდიტორია წარმოდგენილი, მე კვლავ გავიმეორებ ამას. როდესაც ქრისტე ამბობს, რომ უღელი ჩემი ტკბილვარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს, ის ამბობს ტერმინ უღელს, რომელიც არის ბერძნულად ზუგონ. და ეს ტერმინი არ არის ჩვეულებრივი ტერმინი. სხვადასხვა ინდოევროპულ ენებშიც არის გავრცელებული და მაგალითად ინგლისურად ეს იქნება იოკ, გერმანულად ეს იქნება იოხ, რუსულად იქნება იგა და ძველი ბერძნული, ძველი ინდური ფილოსოფიის ენაზე, ანუ სანსკრიტზე, ეს სიტყვა არის იოგა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ იოგა დღევანდელმა ეპოქის მსმენელმა არ უნდა გაიგოს ისე თითქოს რაღაც სპეციალური გაწევრების პროგრამა არის. ეს არის პირველ რიგში ცნობიერებისა და ფიქრების შეკავების ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი წინაღუდგება ამ მდგომარეობას, რასაც მერაბ მამარდაშვილი გაგიჟებულ მაიმუნთა ხტუნვას ეძახდა. ანუ ქრისტე თუ ჩვენ ამ სიტყვა იოგას დღევანდელი და ინდური ფილოსოფიის გაგებით ვიხმართ, გეუბნება, რომ ჩემი გზა ფიქრებისა და ვნებების გამკლავებისადმი არის იოლი. როგორ შეიძლება ტვირთი იყოს იოლად ასაზიდი? ესე იგი, როგორც ჩვენ წეგან მივანიშნეთ, ორი მხარე დგება ამ ყველაფერში და ეს არის სულიერი მომენტი ქრისტიანული ფილოსოფიასა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. აი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩვენ ვახსენეთ. ქრისტიანული ფილოსოფიის კუთხით არის ინფორმაციის სპეციალური ლექსიკი აქვს ასეთი. წადდა ერთი რამ, სიდიადე იმ სიტყვებისა, რაც შეეკრიბა აღმოსავლეთს ან თუ დასავლეთს, ან თუ ელადის დიდებას ათენს. დავშვერი მათთვის მეტისმეტად ხანგრძლივი დროით, ბოლოს ისინიც ქვედადრეკული ქვედავაგე მაცხოვრის ფეხით. მას სურდა გაემეორებინა ის მდგომარეობა, რაც მოსე წინასწარმეტყველმა ისურვა, როდესაც ღმერთს იგი მიმართავს და სთხოვს, რომ ახილვინოს თავისი დიდება. ღმერთი კი მას უპასუხებს, რომ შეუძლებელია არა არის კაცი, რომელმან იხილოს პირი ღვთისა და ცხონდეს, მაგრამ ღმერთი მას ახილვინებს თავის ზურგს, კლდით მოზღუდულ ადგილას დააყენებს და ეუბნება, რომ იქ ჩამოივლის და მოსე წინასწარმეტყველი ნახავს ღვთის ზურგს. აი გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის მეგობრებს ამ ამბავს ახსენებს და ასე სიტყვებს ეუბნება: რა შემემთხვა ეს ჰოი კაცნო, ჩემებრ იდუმალებისა და ჭეშმარიტების მოყვარენო, გონებად მივიქცეოდი, რათა ავსულიყავი მთაზე და შემეკადრა შეუკადრებელისათვის და შევსულიყავი არმურსა თანა, სადა ღმერთი არის. და როდესაც ცადე მაქსიმალურად ყოფილიყავი ჩემ თავში, აკი გითხარით, რომ იგი ფიქრებით აღასრულებს ამ ყველაფერს, მანიხილა
რომ ღვთის პირი მოზღუდული იყო კლდით და იგი აღძელებს თხზულებას და ამბობს, რომ კლდე იგი იყო ქრისტე. აი ქრისტეს ფენომენი უმნიშვნელოვანესი არის ქრისტიანული ფილოსოფიისათვის. ანთროპოლოგია ადამიანის შესახებ სწავლება დასაბამობს ქრისტეს და ქრისტოლოგიის დოგმატზე, ქრისტეს განკაცების დოგმატზე და მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანული ანთროპოლოგია არის ქრისტოცენტრული. ამას წმინდა ბასილი დიდი მართებულად მიუთითებს, როდესაც სურს რომ აღწეროს ქრისტეს ორი სრული ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება და იგი იხსენებს ლაზარეს ამბავს და ამბობს, რომ აცრემდა იესო და იკითხა სადაა ლაზარე, რამე თუ კაცი იყო, ხოლო მივიდა და აღადგინა მკვდრეთით, რამე თუ ღმერთი იყო. აი ლაზარეს ამბავი მნიშვნელოვანია, რადგანაც ივანე ოქროპირი პირველ პირში ამეტყველებს ღმერთს და ცდილობს მისგან პასუხი მოისმინოს. და მას აქვს ტრაქტატი 4 დღიანი ლაზარეს შესახებ, მოგეხსენებათ, ლაზარე 4 დღით იყო საფლავს დაფლული და აქ იკვეთება აბსურდი სისტემა, რომელსაც ქრისტიანული ფილოსოფია ღვთაებრივ აბსურდს უწოდებს და მე ამის შესახებაც მოგაწვით ინფორმაციას. დიდი პატრიარქი ივანე ოქროპირი ღმერთს მიმართავს ასე: უფალო, ჩვენი პირველმშობელი ადამი ერთადერთი ცოდვის გამო გამოაგდეს ამ 4-დან. და ავაზაკი ამდენი უსჯულოებისა და წარწმენდელი შეწოდების თანამდები ერთადერთი სიტყვის გამო შეკყავს ამ 4-ში და ჩვენ ველოდებით ვრცელ პასუხს. მაგრამ ოქროპირის ოქრონექტარი შესიტყვებით ქრისტე მხოლოდ ერთ სიტყვას პასუხობს: დიახ. აი მეკითხავთ, რომ არსებობს აბსურდის ცნება ფილოსოფიაში. ზოგადად ლათინური სიტყვა აბსურდუს არის ისეთი ცარიელი სიტყვა, რომელიც აღწერს მდგომარეობას, სადაც აზრი უნდა ჩაიდოს. შესაბამისად, სიტყვა აბსურდუს აბსურდი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მასში ამ შემთხვევაში აზრი არ დევს. აი ქრისტიანობა საუბრობს ღვთაებრივ აბსურდზე. თუ მაგალითისთვის სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ადამიანი თუ არ შეურგულდება და მას ექნება მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა და ეთქვის მთას ფაო აღიფხვარ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნება, ეს ადამიანური ჩვენი ფიზიკური სამყაროს კანონების მიხედვით არავის არ სჯერა ეს და წარმოუდგენელი ამის აღსრულება. მაგრამ თუ მარკოს თრაკიელს გავიხსენებთ, ის ჩამოდის 100 წლიანი მოღვაწეობიდან, ტყიდან გამოდის და თავის მორჩილს ეკითხება: ძმაო, კიდევ არიან ისეთი ბერები, რომელთაც ძალუც ერთი სიტყვით ღვთის გადაადგილება და მთა იწყებს დაძროს და მარკოს თრაკიელი აკურთხებს მას და შეაყოვნებს. შესაბამისად, თუ აბსურდი არის ჩვენი ფიზიკური კანონების მიღმა და ამიტომაც ჩვენ არ გვჯერა მისი. აი ღმერთი ეს ტრანსცენდენტული რეალობა, რომელიც საკუთარ თავს განუკუთვნებს სახელს მე ვარ მყოფი, რომელი ვარ, ანუ ჭეშმარიტი ყოფიერება, ვინაიდან თავად ლახავს ამ მიუწვდომელ უბსკულსა და საზღვარს. აქედან გამომდინარე მის მიერ ხელით აღსრულებული აღარ არის აბსურდი, არამედ ეს არის ღვთაებრივი აბსურდი და მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ღვთაებრივი აბსურდი აღარ არის. მაგრამ ადამიანური კანონებით, როგორ 60-ში მყოფი ადამიანის გამოძევებაა შესაძლებელი და ერთი სიტყვით ავაზაკის ცხონება? აი ამის შესახებ ივანე მინჩხი თავის ჰიმნოგრაფიაში თხზულ სიტყვაობითად მიუთითებს და ამბობს, რომ განკვირდა ქერაბინი ცეცხლებ გზებარე, რაჟამს იხილა ავაზაკს აქუნდა ქრისტეს ჯვარი საბოთხისა ჭისა გამღებულად. აი ეს არის ღვთაებრივი აბსურდი, ანუ ქრისტეს მეუხებითა და მკურნალობით შეძლებული ფილოსოფია, რომელსაც კლიმენტი ალექსანდრიელი უწოდებდა ქრისტეს ფილოსოფიას. აი ჩვენ ვახსენეთ, რომ მისტიციზმის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის სინანული. აი წმინდა იოანე სინელი აღწერს დილეგში დაყუდებულებს, ტრაქტატში კლემაქსი. და ჩვენ უპრიანია აქვე გავიხსენოთ წმინდა სისოი დიდის ყვედრება საკუთარი თავის მიმართ, რომ იგი მჯიხსიც ემდა და ამბობდა, რომ ნეტავი ცოტა დრო მომცეს ღმერთმა კიდევ სინანულისთვის. აი ივანე სინელი ამხელა ასკეტი მოღვაწე ამბობს ასეთ რაღაცას შეკითხვას სურს და წერილისეულ სიტყვებს იხსენებს, რომ თუ კი ამ პარტავანთ შემოსრავს ღმერთი, მაშინ ვიღა შეიწყალებს მათ. და იხსენებს დილეგის ამბავს, რომელიც მან ერთ-ერთ მონასტერში იხილა და დილეგში არიან თვითჩამწყდეული მონაზვნები, რომლებიც იხოკენ მიწას, არაფერს არ იხმევენ საჭმელად, მუდმივად ერთი ტანსაცმელი აცვიათ, მზის ხივს არასდროს არ ნახულობენ, მუდმივ ცრემლის ღვრაში არიან და მათი ერთადერთი თხოვნა ღვთისადმი არის, რომ მიეტევოთ მათ ცოდვები. ასეთი სინანულის მქონე ადამიანს ცხადია ღმერთი გაუწვდის მაცხონებელ ხელს.
მაგრამ საინტერესოა ივანეს სინელის სიტყვები, როგორ ტიროდნენ ეს დილეგში ჩამწყვეული პიროვნებები. ივანეს სინელი იხსენებს, რომ მათი ერთადერთი სიტყვა ღაღადისა იყო, რომ რამდენად მისწვდა ღვთის გულს ჩვენი ღაღადი, ან მისმენას რამდენად შეეხო ჩვენი ვედრება. და ისინი სულ გაურკვევლობაში არიან, რომ ძალუძ კი მათ ღვთისაგან გამოითხოვონ ეს მაცხოვნებლობითი კურთხება. ეს არის ის მდგომარეობა სინანულისა, როდესაც ადამიანს აღარ აინტერესებს სხვა ადამიანი და ბუნებრივია განკითხვის წოდვაშიც ვერ ჩავარდება. აი, არსებობს ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ერთ-ერთი ტექსტი, დიდი ლიბანელი მწერალია, ტექსტი ქვია იესო ზეკაცისა, სადაც ის აღწერს პიროვნებებს და მათ მიერ სათქმელს ქრისტეს შესახებ. ეს მხატვრული ტექსტი გახლავთ. როდესაც მივა სვიმონ კვირინელთან, სვიმონ კვირინელი იხსენებს, როგორი მშვიდი იყო ქრისტე, როდესაც მას ჯვარზე ალურსმავდნენ და სვიმონ კვირინელი ამბობს ასეთ სიტყვებს, ცხადია ჯიბრანის კალმითა და ენით, რომ ქრისტეს მთავარი გვირგვინი მის ლურსმნებშია. და თუ ჩვენ მხატვრულ ლიტერატურას გავყვებით, ფიოდორ დოსტოევსკის მის მიერვე გამოგონილ პოემამდე დიდი ინკვიზიტორი აქვს მცირე თხრობა, როდესაც იგი იგონებს ასეთ პოემას, რომ თურმე ღვთისმშობელმა მოიხილა ის ადამიანები, რომლებიც ჯოჯოხეთში ეწამებოდნენ და გულშემოსრულმა მეოხება სთხოვა ღმერთს, წაიყვანა რა მთელი წმინათა დასი და ხელებ აპყრობილი და მუხლდა ჩოქილი შეევედრა ქრისტეს, რომ ეს ადამიანები ეხსნა ტანჯვისაგან. და დოსტოევსკი ამბობს, რომ ღმერთმა ღვთისმშობელს უჩვენა თავისი მარჯვენა და მარცხენა დალურსმული და უთხრა, როგორ შევუნდო ამის ჩამდენით. ჩვენ ვიცით სახარებისეული სიტყვები, როდესაც ქრისტე მამას ევედრება, რომ მამაო მიუტევე მათ რამე თუ არ იციან. მაგრამ დღევანდელი პერსპექტივით თუ ვიტყვით, მთელი სამყაროს ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ იციან. აი, არსებობს პალატინის ბორცვზე რომში ერთ-ერთი ნახატი ამოკაწრული კედელზე, ეს არის საიმპერატორო დარბაზის მცველთა ოთახის ამოკაწრვა, რომელსაც ეწოდება გრაფიტო ბლასფემო და ჩვენ ნახულობთ შემაძრწუნებელ სურათს და ეს არის დღევანდელი სახე ადამიანისა და ასევე ქრისტიანისა, რომელიც თავისი ცოდვებით მუდმივად და მარადაცვავს ქრისტეს ჯვარს. გამოსახულია შემაძრწუნებელი სახე, რომ დაჩოქილია პიროვნება სახელად ალექსამენოსი და ბერძნული წარწერა რომაული ტრანსკრიფციით იკითხება ალექსამენოს სევეტეთეონ, რაც ნიშნავს, რომ ალექსამენოსი თავის ღმერთს ადიდებს და გაკრულია ჯვარზე არსება, რომელსაც აქვს ვირის თავი. და მათ მხრიდან ეს იყო დაცინვა, ვინაიდან ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში. მათ ალექსამენოს დაცინეს, რომ ისცემდა ის თაყვანს. მოგეხსენებათ რომაული პანთეონი და მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ პიროვნებას თავი დაემდაბლებინა და ვირით შესულიყო დიდებით იერუსალიმში. აი, ჩვენ ვახსენეთ სიტყვა იოგა და მას განმარტებაც დავურთეთ. შესაძლოა მოხსენებების ფარგლებში მსმენელს დარჩეს შეკითხვა, რომ ასკეტიზმისა და მისტიციზმის გამოვლინებანი დღევანდელი სამეცნიერო კვლევებიდან გამომდინარე ვითომ და შეიმჩნევა როგორც ანტიკურ სამყაროში, ასევე ინდურსა და ჩინურ ფილოსოფიაში. აი, ვინაიდან სიტყვა იოგას წარმომავლობა გახლავთ ინდური და ამის შესახებ მოგახსენეთ, ინდოეთში არსებობს იოგას ერთ-ერთი ტიპი, რომელსაც ქვია ტანტრა იოგა, რომელიც გულისხმობს მეორე ადამიანთან ფიზიკურ კავშირში შესვლას და ასე თითქოს და გასხივოცნებას და სამყაროს ენერგიების მიღებას. მაგრამ ჩვენ ვახსენეთ ჟან-პოლ სარტრი და იოსებ ისიქასტი, რომელთა სამოღვაწეო პერიოდიც ემთხვევა ერთი მეორეს. და იოსებ ისიქასტის მორჩილი იხსენებს, რომ როდესაც იოსებ ისიქასტი ამ კონკრეტული ბნების შემოწოვა ექნებოდა, იგი თავს იჯოხავდა. ამის აპირისპიროდ კი ჟან-პოლ სარტრი აღწერს დეტალებში, თუ როგორ და რანაირად შეიძლება ამ ბნების დაკმაყოფილება. აი, ტექსტში ევერგეტინოსი აღწერილია ასკეტი ილიას ამბავი, რომელსაც ფიზიკური ნებიანობის დროს სურდა რამისაგან განკურნება, ითხოვა ღმრთისაგან წყალობა და მას მოევლინა სამი ანგელოზი განკურებასა შინა. და სამ ანგელოსთაგანმა ერთ-ერთმა ფეხები გაუკავა, მეორემ ხელები და მესამე იგი სულიერად დაასაჭურისა და როდესაც ილია გამოიღვიძა ძილისაგან, მას ეს ნება სრულიად წართმეული ჰქონდა. ეს არის ორი ფილოსოფიის გზაგასაყარი, როდესაც ერთი ფილოსოფია იღებს ცოდვის ცნებასა და გაცნობიერება აქვს მისი სიმძიმისა და მეორე ფილოსოფია საერთოდ არ გააჩნია მსგავსი მცნება.
აი საცნაური იქნება ბერძნული ტერმინის ტოა, რაც იყო აღმწერი ბერძნული ტაძრებისა, შესასვლელი იყო დიდი თაღებიანი და დღეს მორწმუნე საზოგადოება მიცის, რომ ეკლესიის შესასვლელ ხარეს ეწოდება სტოა. აი სტოიკოსები ცდილობდნენ თავიანთი გონების სიძლიერით გაემარჯვოთ ვნებებზე და ისინი იყვნენ ამპარტავანი, რომ ცდილობდნენ საკუთარი ფიქრებით გაეკონტროლებინათ სხეული, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ცოდვის განცდა, რაც ქრისტიანობას შემოაქვს. აი ამის თვალსაჩინოებისთვის მე გაგახსენებთ ოსე წინასწარმეტყველის ამბავს და ამით დავასრულებ ჩემ გამოსვლას. ოსე წინასწარმეტყველი მცირე წინასწარმეტყველია ძველი აღთქმისა და მას ღვთისაგან დაევალება ბუშობაში შემჩნეული ქალბატონი შეირთოს ცოლად. ღმერთი მას აკურთხებს, რომ ამ ადამიანთან ყავდეს შვილები, შვილთას ხმისათვის აკურთხებს და ღმერთი აკეთებს საოცარ წინასწარმეტყველებას გადმოგცემს. ოსეს სამი შვილი შეეძინება, ერთ-ერთს ღმერთის განკარგულებით უნდა დაერქვას, მეფობას წავართმევ ისრაელს. მეორეს უნდა დაერქვას, არ შეწყალებული და მესამეს უნდა დაერქვას, არა ჩემიერი. ამით ოსე წინასწარმეტყველი გარდა იმისა, რომ წინასწარმეტყველების განცხადებელია, იგი ფაქტობრივად ღვთის მტკივნეულ გულსაც ცხადყოფს საკუთარ გულში და ამ გულის ტკივილის მატარებელია და კარგი იქნება გავიხსენოთ ბერი პაისი ათონელის სიტყვები, როდესაც მან დედათა მონასტერს მიწერა ასეთ წერილი, რომ ადამიანი მხოლოდ იმისათვის უნდა ცხონდეს, რომ ღმერთს ჩვენი არცხოვნებით გული არ ვატკინოთ. აი მე დავასრულებ ჩემ გამოსვლას ქრისტიანული ფილოსოფიის იმ მიდგომით, რომელიც გამოხატა წმინდა პეტრე დამასკელმა, რომელიც სიტყვა ვაიმეს ხმარობდა კონკრეტული ერთი სიტყვის წინ გამოდმებით. იგი ამბობს, ჩვენ გვეუწყა, რომ მოაზროვნე სული გარდაცვალების შემდგომად, ან აღიწევა ზეცად ღმერთისაკენ, ან შთაეფლება ქვემოთ, ვაიმე ჯოჯოხეთისაკენ. დიდი მადლობა. მოხსენებათა დრო დასრულდა, გადავდივარ დისკუსიაზე და სანამ დისკუსიაზე გადავალთ, მოგახსენებთ, რომ შვიდვე მოხსენება იყო საკმაოდ საინტერესო. სურს, რომ ეს მოხსენებები ელექტრონული სახით წარმოგვიდგინოთ, სარედაქციო კოლეგია გადაწყვეტს, თუ რომელი მათგანი, ან ერთი, ან ორი და ან სულ ყველა, ამას გადაწყვეტს, გამოქვეყნდება ჟურნალში, თუმცა ამას სჭირდება ელექტრონული ვერსია თქვენი წარმოდგენილი და გაკორექტირებული. გადაწყვეტებას მე ვიღებ ჩვენ. რა შტაბშტილი მოგჩება, იცით რომ მიმართულება ერთია და ყველა შვიდვე მოხსენება აწყოდან მარადიულობისკენ მიგვანიშნებს, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ფასეული, თუ ჩვენ მარადიულად ქრისტესთან ვიქნებით. და სწორედ ის დრო და ის ჟამი, რაც ჩვენ მოგვეცა, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ. ისე რომ დიდი მადლობა მოხსენებლებს. ეხლა პირადად მივმართავ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს, დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა, ხომ არ გაქვთ სურვილი გამოთქვათ აზრი, ან დასვათ შეკითხვა. კაბოტონ მარია, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისი სწავლული მდივანი. ხობზადით? შეკითხვა, რომელიც ყველა მონაწილეს ეხება. ერთად გავხსენით, რომ უნიკალური შეხვედრა, როგორც კულტურული. კაბოტონ მარია. ყველა მონაწილეს მიმართ. ყველა მონაწილის მიმართ მექნება სავალდებულო შეკითხვა. ყურადღება არის თუ არა გელათური აზროვნება უნიკალური მსოფლიო ცივილიზაციისათვის, თუ არის, რატომ თქვენი არგუმენტები გთხოვთ, თქვენი პასუხი დაასაბუთოთ თეზისის სახით 150-200 სიტყვა და გამოაგზავნოთ მისამართიან მითითებული ზრით ველში მიუთითოთ გელათური აზროვნება. პასუხის ბოლო ვადა 30 ივნისი 2025 წელი. დანარჩენი დამსწრეებისთვის, რა თქმა უნდა, ეს იქნება ნებაყოფლობითი, მაგრამ მადლობელი დარჩებით, თუ ეს კონტაქტი გელათის აკადემიასა და ამ კონფერენციას შორის შედგა.
თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ არა აქვს სოფლიო უნიკალურობა, მას აქვს ეროვნული უნიკალურობა, ეს უკვე აქვს. შეგიძლიათ თქვენი არა მარტო თქვენი, არამედ თქვენ ხელმძღვანელთან ერთად ან 2-3 ადამიანის ხელმოწერით ასეთი რამ გამოაგზავნოთ. ამიტომ თუ შეიძლება მე ლუკას ვეტყვი პირველი თვითონ გადაიღოს, ჩამოარიგოს, გადაიღეთ ეს თქვენი მობილურებით, ახალი ტექნოლოგიებით ვისაუბროთ და გელოდებით ამ მესამართზე თქვენი პატარა მოსაზრებით არის თუ არა ვიმეორებ გელათური აზროვნება, რატომ ამბობთ გელათური აზროვნება? ეს არის ის, რაც აღიარებული იქნა კულტურულ მემკვიდრეობად. ანუ გელათში გელათის მეცნიერებათა აკადემიის მიერ არსებული მართვის სისტემა განათლების, მეცნიერებისა და გამოყენებითი ხელოვნების. თითოეულ თქვენს ნაშრომში დეტალები დავიჭირეთ ისეთი, რომელთაც ეს შესაძლებელია. მადლობა წარმატებულ გასასრულს გისურვებთ. გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ვთხოვთ, სურათს ნახევარი წუთი, 1 წუთი თქვენი მოსაზრებაა გამოთქვათ, რადგან ახალგაზრდები გამოვხდებით. ბატონო ავთანტი. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა თქვენ ამაო იმის გამო რომ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ეხება დღეს ქუთაისში საფუძველი. ამას ჩვენ გელათის მეცნიერებათა აკადემიაში უკვე ჩაყრილი ქონდა საფუძველი, როცა თბილისში გაიმართა ასეთი კონფერენცია და თქვენ აქ ჩამოგბრძანებით, ამ გუნდის აქ ჩამოგბრძანებით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. დიდი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა არა მარტო იმის გამო, რომ საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ, არამედ ამ ახალგაზრდებს და ამათი მეშვეობით ეს ინფორმაცია გავრცელდება შემდეგ ჩვენს მიერაც, ესე იგი ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი იმისა, რომ ასეთ კონფერენციებში მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა და ეს ძალიან დიდი საქმე არის. დიდი საქმე არის იმიტომ, რომ ახალგაზრდები ებმებიან აქტიურად აი ამ პროცესში და უსურვებენ მათ დიდ წარმატებას. მე მინდა თქვენ ბრძანეთ და გავიმეორო ახლა, მე მოტანილი მაქვს ახლა დავარიგეთ და კიდევ ვისაც დაგაინტერესებთ უნივერსიტეტი და შეიძლება მოგაწოდოთ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის 2 ნომერი, ბოლო 2 ნომერი, კვარტალში ერთხელ გამოდის ეს ჟურნალი, სტაბილურად გამოდის უნდა გითხრათ და დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ყველა იმ მასალას, თუ კი მოგვაწოდით ჩვენ აი ამას და მითითებული არის აქაც და ვებგვერდზე შეგიძლიათ შეგრძანდეთ და ნახოთ ჩვენი ელექტრონული მისამართი ამ თქვენს ნაშრომებს უნდა აუცილებლად რეზიუმე კონდეს ინგლისურ ენაზე და უდიდესი სიამოვნებით დავგეჭდავ. მოდი იყოს დღევანდელი შეხვედრა იმპულსის მომცემის საიმისოდ, რომ ასეთ კონფერენციებზეც და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალთანაც იქნებით დაკავშირებული თქვენი პროფესიული ინტერესებით, ეს ხელშეუწყობს თქვენს სამეცნიერო წინსვლასა და მორიგ წარმატებებს. დიდი მადლობა დღევანდელ. დიდი მადლობა ბატონო ავთანტო. ქალბატონო ანა, სულ 2 სიტყვით რომ ემართოთ ახალგაზრდებს. ესე იგი ახალგაზრდები ალბათ უნდა მივხვდნენ, რომ ესე იგი აღარ არიან ახალგაზრდები და რაღაცნაირად უნდა თავის თავზე აიღონ ამ ქვეყნის მომავალი. და ამისათვის რა უნდა გქნან, უნდა ხშირად შეხვდნენ ხოლმე ერთმანეთს და უნდა ხშირად ისაუბრონ იმაზე, რაც აინტერესებთ და ასე მიიღებენ გამოცდილებას და დაიხვეწებიან და ჩვენს გვასწავლიან შემდეგში. დიდი მადლობა იმათ, ვინც წაიკითხა მოხსენება და მე მგონია, რომ ესე იგი აზრი ექნება ამ მოხსენებებს იმისათვის, რომ აი დანარჩენებმა მოინდომონ და გაბეტო. დიდი მადლობა. ქალბატონო მაგდა, სულ 2 სიტყვით რომ მართოთ, ქალბატონი მაგდა სუხიაშვილი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორი გახლავთ, დიდი სპეციალისტი მოვზანდით.
ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა გადაგიხადოთ ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის. ეს მართლა დიდი სტიმულია დოქტორანტებისთვის, დიდი გამოცდილებაა თავის სამეცნიერო მუშაობის გზაზე და ნამდვილად ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო სხვადასხვა ქრისტიანული კულტურის, სხვადასხვა სფეროში ღვთისმეტყველების, ბიბლიოლოგიის და ასე შემდეგ და ნამდვილად ესე მთლიანდება ჩვენი ცოდნა მართლა სხვადასხვა დარგში და ძალიან სასარგებლო იყო ყველასთვის და ვფიქრობ, რომ ეს კონფერენციები ახალ სამვითარებებს არ ვეთქვი, რომ მხოლოდ ზრდის ჩვენს დოქტორანტებს და ჩვენც გვზრდის და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან არ მინდა გადაგალოს, მაგრამ თუ გაქვთ სურვილი უფროსთაობას ან ახალგაზრდობას გამოთქვან თავიანთი მოსაზრება. მოგზავნით ბატონო ლუკა. ბატონი ლუკა კაზანჯი, მაგისტრი გახლავთ, მოგზავნით. მოგესალმებით, დღეს ჩატარდა უაღრესად საინტერესო კონფერენცია, რომელიც ღრმა კვალს დატოვებს არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ზოგადად გელათის აკადემიის და ქართული მეცნიერების ისტორიაში. შესაბამისად, მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი, ყველა მომხსენებელი უძლიერესი ცოდნითა და დიდი განათლებით გამოირჩეოდა, შეიძლება ითქვას ენციკლოპედიური განათლებითაც ხშირ შემთხვევაში. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ასეთი ღონისძიებები გაგრძელდეს და სამომავლოდ ასევე დაიწყოს ასეთი საინიციატივო ჯგუფების შედგენა, რომელიც ორგანიზებას გაუწევს შემდგომ ახალგაზრდულ და დაუშვათ პროფესორთა კონფერენციებს სხვადასხვა ქალაქებში. შესაბამისად, ჩემი აზრით, ცოდნა ის ძალაა, რომელიც ქვეყანასაც გადაარჩენს და საბოლოო ჯამში კაცობრიობასაც. ცოდნით ყველაფერი მიიღწევა, რა თქმა უნდა, უფლის მიერ ცნებებთან მთლიანობაში. გმადლობთ. დიდი პატივია თქვენი მოსალმება. ეხლა მამო ვითხარო თუ სიტყვით რამდენიმე სულ ვარი უთხარი და მაინც გადავწყვიტე რომ რამდენიმე სიტყვით გითხრათ ჩემი აზრი უპირველეს ყოვლისა უგესი მადლობა მამაბიძინა ქალბატონ მარიამ რა თქმა უნდა მეუქცეთ საკუთრებით გაიმართა ეს მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება და მნიშვნელოვანია რომ მომავალ მეცნიერებს მიეცეთ საშუალება ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ თავიანთი ნაშრომებით და ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი არის იმით, რომ ეს იმართება ეკლესიის წიაღში. მე ესე ვხედავ ამას, რომ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით, რომ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები აძლევენ საშუალებას მომავალ დოქტორანტებს, მომავალ მეცნიერებს თავიანთი ნაშრომების წარდგენისა და ეს მათთვის ვფიქრობ, რომ ძალიან პასუხისგებლობას მეტ პასუხისგებლობას ანიჭებთ და ჩვენთვისაც საინტერესოა თუ რა მიმართულებით ვითარდება ესე რომ ვთქვათ თანამედროვე მეცნიერები. უღრმესი მადლობა ყველა გამომხსნელს და ვფიქრობ რომ ეს ქართველი კაცის გამოთქმა რომ მამას ურჩევნია შვილი უმჯობესი ესე ყოფილიყოს ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერებს თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქვათ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეკლესიის წინაშე. უღრმესი მადლობა ყველას. სამკალი ფრიად არის, სამუშაო ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი სიახლის, დღევანდელი ტექნოლოგიები, დღევანდელი წვდომა მასალებთან იძლევა ამის საშუალებას და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. უღრმესი მადლობა ყველას და მე მადლიერი ვარ, რომ ეს პატრიარქის სურვილი სწორედ ის, რომ გელათის მეცნიერებათა აკადემია და გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია ერთ შენობაში ყოფილიყო, ერთ ფუნქციონირებდა ყოფილიყო, სწორედ ეს იყო ჩადებული, რომ უკვე ვაწმოსინ მეცნიერებს მომავალ თაობასთან ეთანამშრომლობა, მჭიდრო თანამშრომლობა ქონოდა და ეს არის აი გელათის მეცნიერებათა აკადემია და გელათის სასულიერო აკადემია ამის ძალიან ვფიქრობ კარგი მოდელია და ეს არაერთხელ წარმოჩენილა სხვადასხვა ღონისძიებებში. უღრმესი მადლობა ყველას მობრძანებისთვის და ძალიან კარგი მოხსენებებისთვის.
ასეთი წინადადება არის, რომ ჩამოგზავნით